რასაც ვიმეორებდი, ეგ იყო, რომ არ დამოვიწყდეს პრეზენტაციის გაზიარება თქო. ალბათ ჯერ მარიამ ტრადიციულად დავალებებზე ვიტყვით. ძალიან ტრადიციების მოყვარული გავხდი ამ ბოლო დროს. სულ რაღაცა ესეთი წესები დავამყარე, რომ ესე უნდა ვქნათ, ისა უნდა ვქნათ. კაი, ხო, ძალიან ცოტა ხანი ვილაპარაკებ დავალებებზე. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ ყველას, რომ დროულად და ასე ვთქვათ, სრულყოფილად და ყველანაირად ნორმალურად გამოგზავნეთ ეს დავალებები. ბოლო 1 საათი კი ის მქონდა, რაღაც 11 საათს რომ შევხედე და ვიღაცებს დავალებები არ ედოთ, მე რაღაც ესე მომაწვა და იქ დავწერე, რომ ვინც არ გამოაგზავნის, არ დავა ფიდბექებ მეთქი და სხვა დროს აღარ დავწერ ხოლმე, ახლა ეს ერთი მქონდა რაღაცა უბრალოდ შეხსენებისთვის გავაკეთე ეგ, მაგრამ ზოგადად იცოდეთ, რომ ხო, ანუ დედლაინის იქით ვინც გამოგზავნის ხოლმე, არ გავუკეთებ ხოლმე უკავშირებს და არც თამთას მივცე მაგის უფლებას. ეხლა ცალკე თუ სადმე გიპოვით და მოგწერთ ჩუმად, ეგ აღარ ვიცი უკვე. ხო, თვითონ დავალებებს რაც შეეხება, ეხლა როგორც თქვი მომეწონა ძალიან და ყველას ინდივიდუალურად მოგწერეთ უკვე პასუხები, ამიტომ ესე კიდევ ერთხელ გავიარე კონსულტაცია, ასევე მაგასაც ვიტყვი უნილაბის მენეჯმენტთან და კატეგორიულად გამოურიცხავთ, ყველავთან ხდებით იმაზე, რომ რაღაცა, ვიღაცის დავალება ესე რაღაც გამოვიტანოთ საჯაროდ, ვიღაცის არ გამოვიტანოთ, ეგ მეთოდი არ მოგწონს და არ გვექნება არასდროს. ამიტომ ყოველთვის ესე რაღაცა საერთო შეფასებით ვიტყვი ხოლმე, ჩვენ რა გვინდოდა პირველ რიგში თქვენი დავალებისგან და რა მივიღეთ მთლიანობაში რა. მოკლედ მიზანი ამ დავალების იყო ის, რომ პირველ რიგში კარგად გაგვიაზრებინა ყველას, როგორ უნდა დავაკვირდეთ ამა თუ იმ კომპანიის საკომუნიკაციო ენას, რადგან ბევრი ვილაპარაკეთ იდეაში წინა ლექციებზე და წესით და რიგით ყველას რაღაცა თქვენი წარმოდგენა ამაზე უკვე უნდა შეგქმნოდათ და ამის მიხედვით გაგეკეთებინათ. და ზუსტად ერთ-ერთი გზა, ასე ვთქვათ, იმისა, რომ ეს გააკეთო, არის რომ არსებული ბრენდები შეარჩიო, მაგალითად იყო კითხვები იმაზე, რომ ბრენდი ხომ არ გამოვიგონო, ან თუ შეიძლება რომ არაარსებულზე გავაკეთო და კიდევ ერთხელ განმარტავ, რატომ არ მინდოდა არაფრით გამოგონილი ბრენდები, რომ როდესაც მე ჩვენ ამ ყველაფერს ვკითხულობთ და ვაფასებთ და თუნდაც აქ მე შეიძლება რაღაც ისეთი იყოს, რასაც ერთად განვიხილავთ ყველანი ლექციაზე, ხო? მე და თამთა და თქვენ ერთად. ყოველთვის ჯობია რომ გქონდეს რეალური მაგალითი იმისა, თუ რას განვიხილავთ, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან საყვარელი რაღაცა გამოვიგონო, მე თვითონ შევქმნა და იმაზე ვერავინ ვერ შემედავება რა, როგორც ესეთი რომ აი რატო გაქვს ესე ან რატო გაქვს ისე, ჩემი გამოგონილია და ამიტომ რაღაცა ვერავინ ვერ გამაკრიტიკებს, ესე ვთქვათ და გაკრიტიკებაზეც არ არის, აი შეფასება არის ყოველთვის არაადეკვატური უფრო მეტად რა. მით უმეტეს, როცა ესეთ საქმეს ეხება. ამიტომაც მინდოდა რომ ყოფილიყო არსებული ბრენდები და კარგია რომ ყველამ ეს გავითვალისწინეთ და არსებულებზე გავაკეთეთ. უფრო ობიექტურად გამოგვივიდა ჩვენც მე ამ ყველაფრის წაკითხვა და გააზრება. ჩვენ ახლა რას მივაქციეთ ყურადღება თვითონ, ხო, აი მე პირადად რას მივაქციე ყურადღება, ძალიან მომეწონა რომ სახელებზე გააკეთა უმეტესობამ რაღაც აქცენტი და სახელიც თავიდანვე შეურჩია უკვე, იმიტომ რომ ჩვენ მე გვექნება, როგორც იცით, პერსონაჟის შექმნაზე ერთი მთლიანი ლექცია და მე იმის მიხედვით უკვე დავალება და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას საქმე წინ წაიგდეთ, ვინც უკვე რაღაცა სახელებზეც იფიქრეთ და ზოგადად იმაზე იფიქრეთ, ამა თუ იმ კომპანიის ჩეთბოც როგორ შეიძლება შეურჩიოს სახელი. მე ინდივიდუალურად მოგწერეთ კიდეც ის, რომ აი ვიღაცის სახელი ძალიან კარგი იყო, ვიღაცის თითქოს რაღაცა ნაკლებად შეეფერებოდა, ხო, იმ ბრენდს, რომელიც ქონდა არჩეული და ყველაფერ ამაზე ზუსტად მე უკვე კარგად ვილაპარაკებთ, როცა ცალკე ლექცია და ცალკე თემა გვექნება ეს სახელები და პერსონაჟის პორტრეტი თვითონ მთლიანად როგორ იხატება. რა თქმა უნდა, ახლა დავალება პოსტების დაწერა იყო და პოსტების შინაარს რომ მივაქციეთ ყურადღება, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ძირითადი შენიშვნები რაც მქონდა იყო ვინმეს თუ ძალიან ვრცელი პოსტი ეწერა, ან პირიქით ცდილობდა რომ სიტყვაზე ძალიან მოკლე ყოფილიყო, რადგანაც მე ვახსენე რამდენჯერმე რომ რაც უფრო ლაკონიურად დავწერთ უკეთესია მეთქი, მაგრამ იცი რა არის, ანუ მოკლე დაწერასაც უნდა ასე ვთქვათ ის უნდა არის რომ სწორად
გადმოსცე იმ მოკლეში სათქმელი და რისი თქმაც გინდოდა ცოტა სიტყვების რაოდენობაში ჩაატიო, ხო? ამიტომ ამაზეც მქონდა რამდენიმე შენიშვნა, ვისაც მიუწერეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გაითვალისწინებს და ნუ კიდევ რა ვიცი რა შეიძლება კიდე დავამატო რომ ანუ ძალიან მომეწონა ის რომ თქვენ ეცადეთ ჩატბოტების ამ გვერდებით ხო რაღაცნაირად გადმოგეტანათ ერთი მხრივ იმ ბრენდის სტილით რომელიც უკვე აქვს და ეს კარგად გქონდას დანახული და ძალიან კიდევ ძალიან თვითონ ეს chatbot-ის გვერდი ხო გავაკეთეთ და აი ამ chatbot-ის სტილიც კარგად იყო იმ კომპანიასთან შეხამებული და ეს ხო ძალიან ბევრს ნიშნავს chatbot-ის ერთ-ერთი დანიშნულებაც არის ისიც რომ ბრენდს ახალი სტილი შეუქმნას ხო და ოღონდ ისე რომ ის ძველი მთლად არ გააფუჭოს ესე ვთქვათ ან საერთოდ არ შეუცვალოს და აი ეს რაღაცა ბალანსი რომ დაიცავით ეს ძალიან მომეწონა კიდევ რა ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო ანუ შენიშვნებიც ესე არა უბრალოდ რჩევების სახით მოგცემთ რომ ძალიან ბევრს ქონდა ტაიპოები პოსტებში და ეს ყველას დაგმართნია აბსოლუტურად მეც როდესაც წერ ახლაც მივხვდით იმის რომ სულ კლავიატურასთან ვზივარ სულ არ არსებობს რომ ან ასო არ გამომჩეს სადმე ან რაღაცა წელს მაგივრად თუ არა უკრიფო და პირიქით და მემართება რა თქმა უნდა ეს ბეჭდური შეცდომა ყოველთვის ყველას მოგდის უბრალოდ როდესაც შენ რაღაცას აკეთებ უკვე ვიღაცისთვის ხო და ეს უბრალოდ რაღაცა დრაფტი არ არის რომელსაც შენთვის წერ ხო? ყოველთვის დავაკვირდეთ ხოლმე ამ ტაიპოებს რომ ყველაფერი სწორად და კარგად გვეწეროს. აი რომ დაწერთ, სანამ დაპოსტვას დააჭერთ, გინდაც პოსტების შემთხვევაში, გინდაც მერე ანუ ნარატივის კეთებაში, მაგას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რა, იმიტომ რომ ნუ რაღაცა chatbot-ში რო ტექსტ წერ და მერე იქიდან რაღაცა ტაიპოებიანი ტექსტი გამოდის, არ არის ხოლმე მომხმარებლისთვის ლამაზი. ამიტომ სანამ რაღაცას დააფაბლიშებთ, მანამდე უბრალოდ რომ ერთხელ კარგად თავიდან ბოლომდე გადახედოთ ხოლმე, სადმე რამე შეცდომა ხომ არ გაგეპარათ, თუნდაც ბეჭდური, თუნდაც იგივე შეიძლება რამე გრამატიკული შეცდომა იპოვოთ მერე თქვენ თვითონ საკუთარ ტექსტში და ასე შემდეგ. ნუ ერთადერთი პრინციპში რაღაცა შენიშვნასავით ეგ მქონდა და ხო, ნუ პრინციპში მეტი არც არაფერი არ მაქვს თქვენი. მთლიანობაში მომეწონა, ძალიან მართლა, ძალიან კარგი პოსტები იყო, ყველა პოსტი რაღაცნაირად შეეფერებოდა იმ დავალებას და იმ ბრენდს, რომლისთვისაც აკეთებდით და ხო, ნუ ბოლოს ესე ხუმრობით, აი ბოლო შეჯამება რომ გავაკეთე, ხო, აი ყველასი რომ წავიკითხე უკვე 14-ვე და ფიდბექები დავაბრუნე, მე ჩემთვის ვფიქრობდი, ანუ რომ ეს ყველაფერი კარგი მეთქი რა, ანუ ყველაფერი მომეწონა, რაც არ მომეწონა ისიც აღნიშნე და ანუ გრამატიკა როგორ ვასწავლო მეთქი ახლა მათ თქო რა, ანუ ჩემთვის გამეცინა, იმიტომ რომ ანუ სერიოზულად დავფიქრდი მართლა, რამდენიმეგან იყო ისეთი რაღაცეები პოსტებში, რაც დაუშვებელია და ჯერჯერობით არ ვიცი ხა ვერ მოვიფიქრე. მაგრამ რაღაცას მოგიფიქრებთ იმისთვის, რომ ცოტა რაღაცა ანუ გრამატიკული რაღაც ესეთი უხეში შეცდომად რაც ითვლება, მსგავსი ტიპის შეცდომებიც არ დავუშვათ. პრინციპში ხო, ну რა ვიცი. ამით მე დავამთავრეთ. ამთას თუ უნდა დავალებებზე რამის დამატება, ან თქვენ თუ რამე კითხვა გაქვთ, კი ბატონო, სიამოვნებით მოგისმენთ. დავალებების ნაწილზე არაფერი არ მაქვს დასამატებელი, გეთანხმები, მე მგონი ყველასთან მოვახერხე, მეც კომენტარის გაკეთება შეიძლება 1-2 გამომჩა, მაგრამ ხო, რაც მქონდა სათქმელი თქვი. კიდე დამატებით იმას ვიტყვი, რომ აი კომენტარებში თქვენი დადებითი და პოზიტიური ფიდბექები მინდა იქვე დავაკომენტარე, ვისთანაც იყო, მაგრამ ესე მინდა რომ გითხრათ ყველას, რომ ჩვენთვის რას ნიშნავს ამით უკან კიდე კი, ძალიან დიდ რაღაცას გძნობთ და მართლა მამოტივირებელია ჩვენთვის, რომ უფრო მეტი მოგცეთ და მეტი გადმოგცეთ, რაც ვიცით დღემდე. ეროვნული პრობლემა გრამატიკაში მინუსებიო ნათი. კი, რა თქმა უნდა, ხა ყველას არევალება, რომ იცოდეს კარგად ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა, ყველას არევალება ეს უბრალოდ ну, ხო ხვდებით, ანუ, როდესაც სოციმედია ხარ, აი მაგალითად მეც თავის დროზე როცა სოციმედია გავიარე და მე ანუ კოპირაიტინგიც რო გამივლია, ყოველთვის იყო ჩემი ლექტორებისგანაც ამაზე, თუ სადმე ვინმეს შენიშვნა ქონდა, რომ აი რაღაცა ცოტა გრამატიკულ ხარვეზებს ყურადღება მივაქციოთ და იყო
იყო ხოლმე ყოველთვის ამაზე საუბარი და ჩვენც რადგანაც ისეთ სფეროში უნდა ვაკეთოთ მე ჩვენი ტექსტები, რომლებშიც ასევე მოგთხოვს აუცილებლად დამკვეთი იქნება თუ ის კომპანია, სადაც ვიმუშავებთ, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამისთვის ხაზი გამესვა და მართლა მოვიფიქრებ რაღაცა ისეთ, რა თქმა უნდა, უნივერსალური არ იქნება, ახლა რაღაც მაგასთვის ცალკე გრამატიკის კურსი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაფერი გაიარო, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა იქ სისულელია, მაგრამ პატარ ნამდვილად შეიძლება რომ მოვიფიქროთ. კი. და კიდევ ბარემ აი ამ თემას გავაგრძელებ და ნელ-ნელა დავიწყებ ლექციაზე გადასვლასაც. აი მარიამ ახსენა, რომ ყველაფრის ცოდნაო, შეუძლებელიაო და ყველაფერი ვერ გვეცოდინებაო. აი ზუსტად ამ კურსის მიზანიც ეს არის, ახლა სილაბუს თავიდანვე ალბათ რომ გადახედეთ, ბევრი რაღაც გეცნოთ, ხო? შეიძლება მაგალითად გუნდური მუშაობა, მარკეტინგი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ცნობილი, უკვე ასე ვთქვათ, ბევრჯერ ლექცია ჩატარებულა აი ამ თემებზე და ყველა უნივერსიტეტში ვიყავით ხართ და ანუ ეს თქვენთვის ახალი ტერმინები არ იქნებოდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეს ნარატივ დიზაინი თვითონ ეს პროფესია არის ახალი და უნივერსალური, თავის თავში მოიაზრებს და დარწმუნდით მე მგონი უკვე, იმიტომ რომ უკვე ესეთი პირდაპირ შეხებები დავიწყეთ ხო პატარა-პატარა დავალებებში, რაღაცა თითო საფეხურით უახლოვდებით სრულად ანუ ჯამში ნარატივ დიზაინს. შესაბამისად ეს ნარატივ დიზაინი თვითონ თავის თავში მოიცავს ცოტა სოციმედიის ცოდნას, ცოტა ფსიქოლოგიის ცოდნას, ცოტა გრამატიკულ ცოდნას და საერთო ჯამში არის შეკრული, ასე ვთქვათ, ასეთი ახალი პროფესია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ აი აგერ მარიამმა ეხლა გრამატიკა რომ თქვა და ამის ცოდნა, კიდევ ბევრ ტერმინს და კიდევ ბევრ პროფესიას შევეხებით და ვიტყვით რომ აუცილებელია ეს პროფესიაც ესმოდეს, მაგრამ შეგეშინდებათ ამაში მას არ გულისხმობთ რომ ძირფესვიანად და სიღრმისეულად პროფესიონალურ დონეზე უნდა გესმოდეთ ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. აი ზუსტად დღევანდელი თემა და ლექცია უნდა დავიწყო ერთობ ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური თემით. და ასე ვთქვათ, ძალიან სუყე თემა. რასაკვირველია ამ თემას 2 საათი არ ეყოფა მარტო ამ თემას ვლაპარაკს რომ დავუთმო, იმდენად დიდი თემაა და პლუს ამას მე არ მეყოფა იმის კომპეტენცია, რომ ეს თემა ძალიან სიღრმისეულად როგორც წესი და რიგია, ისე გავშალო. ამიტომ ამ თემას გავშლი იმ დონეზე, რა დონეზეც ნარატივ დიზაინერს სჭირდება. და ზუსტად დღევანდელი ლექცია იქნება წინაპირობა იმისა და დამატება იმისა, რაც წინა ლექციებზე გავიარეთ, როგორ უნდა შექმნათ პერსონაჟი. თუნდაც ლოგოს ფერი როგორ შევარჩიოთ და ასე შემდეგ. თქვენ იდეაში ეხლა დღემდე რაც გააკეთეთ, ყველას გყავთ უკვე პერსონაჟები, ხო? ანუ ბრენდებისთვის მოიგონეთ, მოიფიქრეთ ახალი სახეები, ასე ვთქვათ, ხო, ჩატბოტები. ესენი არიან უკვე პერსონაჟები და ესენი არიან უკვე არქეტიპები. და ეს არქეტიპები არის რა თემა, რომელზეც დავიწყებ საუბარს და ნელ-ნელა მივალ იმ თემამდე, რაც უშუალოდ ჩვენ გვეხება. ეხლა გავაზიარებ მე პრეზენტაციას, მინდოდა შესავალი გამეკეთებინა, იმიტომ რომ პრეზენტაციის პირველივე სლაიდზე დაგხვდებათ სავარაუდოდ ცოტა გაურკვეველი ტექსტი. აი ეხლა ამ ეტაპზე თქვენთვის იქნება ცოტა გაუგებარი ტექსტი, ერთობ აბსურდული, ცოტა შეუსაბამოც და ამიტომ მინდოდა რომ ჯერ წინა სიტყვაობა გქონოდა ამ სლაიდს. ეხლა სანამ გავაზიარებ, მე მაინტერესებს გავიგო თქვენი ასე ვთქვათ შეხედულება და ცოდნის დონე, იცით თუ არა რა არის არქეტიპი, ან და რა დონეზე ვიცით, რომ ან მაგალითად თუ ელემენტარულ დონეზე ყველამ ვიცით და გააზრებული გვაქვს, მაშინ მე უფრო მეტად რაც ვიცი, იმაზე ლაპარაკს დავუთმობ დროს. თუ ელემენტარულიდან ჯობია რომ დავიწყოთ და გაგიგონიათ, მაგრამ არსი და მით უმეტეს რა კავშირი აქვს ჩვენთან და ჩატბოტებთან, ეს ძალიან გაუგებარია, მაშინ გეგმას მივყვები, ასე ვთქვათ და დავიწყებ საფუძვლებიდან. დუმილია, მე მგონი ანუ მე როგორც ვიცი, არქეტიპი რაღაც საწყისი ფორმა არის და ჩატბოტებშიც რაღაც კავშირში იქნება, რაღაც დასაწყისით რაც გვჭირდება. კი. ეგრეა, ნამდვილად საწყისია, ნამდვილად.
კაი, მოკლედ, რადგან დუმილია, ჩემთვისაც კარგია, იმიტომ რომ დავიწყებ ესე ვთქვათ ელემენტარული პატარა ისტორიით და მე გავაგზავნებ და კიდევ ახლა სანამ სლაიდს გავაზიარებ. აუცილებელია წინა სიტყვაობა. ანუ არქეტიპი მეც აი სოფომ რაც თქვა, ზუსტად იგივე გაგება მქონდა არქეტიპის მიმართ და პირველად როდესაც გავიგე ეს ტერმინი, სადღაც 3-4 წლის წინ იყო, მეც ბიზნესზე ვსწავლობდი ილიაში და აი აქ ბიზნესზე სწავლისას ერთ-ერთი საგნის, ერთ-ერთი ლექცია იყო დათმობილი და არქეტიპები გააზრებული იყო და ახსნილი იყო მარკეტინგის თვალსაზრისით. და ჩემთვის იმ ლექციიდან, ჩემთვის სავსებით გასაგები იყო, რას ნიშნავდა არქეტიპი და აუცილებლად კავშირში იყო მარკეტინგთან. თუმცა მე დრო და დრო რომ გავიდა პერიოდი, რაღაცას პური მოვკარი, რაღაცა წავიკითხე, ამ არქეტიპმა ჩემში რაღაცა კითხვები გამოიწვია, სხვა რაღაც ცხოვრებისეული შეკითხვები და მივედი ისევ ამ არქეტიპებამდე, ოღონდ ეს არქეტიპები არა მარკეტინგი, არამედ ცხოვრებისეული რაღაც აღმოჩნდა და სწორედ აი რა არის და რა აღმოჩნდა, ამას შევეცდები რომ აგიხსნათ. ანუ არქეტიპი მანამ სანამ მარკეტინგში დაიბადებოდა და გაჩნდებოდა და მანამ სანამ მარკეტოლოგები არქეტიპზე დაყრდნობით შექმნიდნენ ჩვენთვის ბრენდებს და რა ბრენდებია ამასაც აუცილებლად ლექციაში მნიშვნელოვანი ძირითადი და დიდი ბრენდები რაც არიან, ამას განახებთ. მანამდე შეიქმნა ჩვენში თითოეულში, ანუ მეც და თქვენც ყველა აბსოლუტურად თითოეული ადამიანი თავის თავში ატარებს არქეტიპს. ეს არქეტიპი არის, როგორ გითხრათ, უნივერსალური რაღაც, რაც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს და ასევე კოლექტიურ ცნობიერს და ქვეცნობიერს რომ ვეძახით. ეხლა აი ამ შესავლის შემდეგ გაგიზიარებთ პრეზენტაციას, განახებთ პირველ სლაიდზე რაც მაქვს და სავარაუდოდ იქნება როგორც ვივარაუდე გაუგებარი და ცოტა აბსურდულიც. დამეთანხმეთ თუ ასეა. მოკლედ პირველ სლაიდზე ტექსტი, ანუ კოლექტიური არაცნობიერი, ანუ უნივერსალური ინტელექტი, ანუ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი. ეს არის წინადადება, რომელიც მთლიანად, როდესაც პრეზენტაცია დავასრულე და ამ თემაზე მუშაობა დავასრულე, მინდოდა რომ პირველი სლაიდი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მთელი აი ამ ყველაფრის ჩემი სალაპარაკო თემის შეჯამება. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსურდი, ანუ ამ ტექსტში რაც იგულისხმება და რა პარალელიც არის, თუნდაც კოლექტიური არაცნობიერი როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული უნივერსალურ ინტელექტთან და როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტი. ამაზე ერთი წავიღებ კომენტარი არის, თორნიკე გვწერს, ანუო ხო, აი ანუ ზუსტად ეს ამბავია. ანუ აუხსენი ახლა. ანუ აუხსენი ყველაფერს, ხო და აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეს არ არის უბრალოდ ჩემი რაღაც პროსტა მომაგონა და დავწერე. ამას აუცილებლად დაგანახებ და მინდა გაგააზრებინოთ თქვენც რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და კითხვის ნიშანი არის აქ და ზუსტად ჩემი მიზანი არის, რომ პირველი სლაიდი, როდესაც იწყება კითხვის ნიშნით, ლექცია დავასრულო იგივე სლაიდით, ოღონდ კითხვის ნიშნის გარეშე და ჩემი მიზანია ეხლა რომ თქვენშიც აღარ არსებობდეს ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი. მოკლედ დავიწყოთ პირველი ნაბიჯი გადავდგათ, ვის უკავშირდება არქეტიპი და კოლექტიური არაცნობიერი. ესე იგი, მე-20 საუკუნის უნიკალურ მოაზროვნედ ჩემთვის პირველ რიგში იგულისხმება და აუცილებლად ამ ადამიანს იგულისხმობ ყოველთვის კარლ იუნგს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა, უბრალოდ მიაგნო ადამიანში არქეტიპს. მას ეკუთვნის ასევე ტერმინები ინტროვერტი, ექსტრავერტი, კოლექტიური არაცნობიერი და როგორც უკვე ვახსენე, არქეტიპი. ის იყო, ესე იგი, ფსიქოლოგიც იყო, ფილოსოფოსიც იყო და მაგრამ თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდი მიუძღვნა ფსიქოანალიტიკას და ფსიქოანალიზს. ის მუშაობდა ციურიხში, ერთ-ერთ პაციენტები ყავდა მას და სულით დაავადებულებს რომ ეძახიან, ხო, რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანებს კურნავდა ის კარლ იუნგი. მას ეკუთვნის ასევე კომპლექსების აღმოჩენა და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი, მან იწინასწარმეტყველა მეორე მსოფლიო ომი. და როდესაც ასე ივარაუდა, რომ აუცილებლად მოხდება მეორე მსოფლიო ომი,
ძალიან ბევრმა მსმენელმა ზოგს სიცილად არ ეყო, ზოგმა გიჟი უწოდა. და რატომ უწოდეს გიჟი? იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა ინტელექტის მქონე არსებამ მეორეჯერ დაუშვას ასეთი დიდი მასშტაბის სისხლის ღურა, როდესაც პირველი აქვს ნანახი. და ანუ ასე ვთქვათ, დაუჯერეს და არც კი მოიაზრეს, რომ შეიძლებოდა ეს წინადადება ყოფილიყო ჭეშმარიტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რასაკვირველია, პირველი, ვისაც მიაკითხეს, იყო კარლ იუნგი და ასე ვთქვათ, ცხოვრებაში მოასწრეს კითხვის დასმა, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი. და კარლ იუნგ ჯერ კითხეს, რომ საერთოდ როგორ იწინასწარმეტყველა და მან იწინასწარმეტყველა ის, რომ გერმანელების თუნდაც ის იკვლევდა ყველანაირ რასას, ყველანაირ ადამიანს იკვლევდა და ცდილობდა, ასე ვთქვათ, მასშტაბურად შემდეგ ერში გადაეტანა და ანუ არსებობს გერმანიის არქეტიპი, როგორც საკუთარ თავებში გვყავს ჩვენ არქეტიპები, ისე არსებობს მე ქვეყნის არქეტიპი, ბრენდის არქეტიპი და ასე შემდეგ, ანუ როგორც დავიწროება შეიძლება არქეტიპის, ისე განზოგადებაც შეიძლება. შესაბამისად, აი აქ თქვა იუნგმა, რომ მე ვაკვირდებოდი გერმანელის ზოგადად გერმანიის ასე ვთქვათ მიმართულებებს, მისიებს, მიზნებს, როგორ ცხოვრობდნენ, ასე შემდეგ და მოკლედ მე დავინახე მასში არქეტიპი, რომელიც ატარებდა აგრესიას, სისხლისღვრას და ასე შემდეგ და ეს ჩემთვის არ იყო უცხო, რომ ასე მოხდებოდა. მესამე მსოფლიო ომზე კი თქვა, რომ მე ვერ ვხედავ ამის ნიშნებს ვერსად, თუმცა გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომზე უფრო ასე ვთქვათ, სხვა საშიშროება არის კაცობრიობის წინაშე, ეს არის თავად ადამიანი, იმიტომ რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის სინამდვილეში რას ატარებს, სინამდვილეში ვინ არის და მის შიგნით რა იმალება. და ამაში გულისხმობდა კოლექტიურ არაცნობიერს. ეხლა რომ გითხრათ, პატარა ისტორია, ხო, ვინ იყო უკვე თქვი, მაგრამ საიდან დაიწყო ამ ადამიანმა ამ სფეროში საერთოდ აზროვნება. ზოგადად ცხოვრებაში ესე უბრალოდ არაფერი არ ხდება, აუცილებლად ყველაფერს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. იუნგის შემთხვევაში ოჯახი იყო ეს და ერთ-ერთი მოვლენა. პირველი ოჯახი, რომ ვახსენე, ვიგულისხმე ის, რომ ის იყო მღვდლის მამა, შვილი, მოვაკლიეთ, ანუ მისი მამა იყო მღვდელი, ანუ რელიგიურ ოჯახში დაიბადა, გაიზარდა და ესე თუ მისი ბავშვობის გარემო იყო მუდმივად სასაფლაოს უყურებდა და მუდმივად ხედავდა, როგორ მოასვენებდნენ ადამიანებს, როგორ მიედინებოდა და მოედინებოდა, ასე ვთქვათ, შავებში ჩაცმული მგლოვიარი ადამიანები. ანუ მისი ბავშვობის ეს რო დაინახოთ, რას ხედავდა ის ბავშვობის მთელი ბავშვობის განმავლობაში. მამა იყო რელიგიური, როგორც ვახსენე, მამაო და მასთან ასაკის შესაბამისად მას უჩნდებოდა კითხვები ცხოვრებისეული, რაზეც აკითხავდა მამას, ეკითხებოდა, უსვამდა კითხვებს, მაგრამ მამისგან ღებულობდა ძალიან ესე დოგმატურ, მშრალ პასუხებს. ანუ როგორ გითხრათ, კარლ იუნგის და მამის დიალოგი არ შემდგარა არასოდეს, ხო? ანუ იყო მარტო კითხვა, პასუხი და კიდევ კითხვას უკვე აღარ მოყვებოდა პასუხი განმარტება და ანუ აღარაძლევდა არაფერზე განმარტებას, ის ეუბნებოდა ეს ესია, ეს უნდა ირწმუნო, ეს ესია, ეს უნდა იწამო და всё. შესაბამისად ამან გამოიწვია კარლ იუნგში პირველი პროტესტი და პირველი რაღაცა შეუსაბამობა და ასე ვთქვათ, რელიგიის მიმართ ცოტა არ იყოს უცნაური და არასასიამოვნო დამოკიდებულება. ეხლა დედა ცოტა უცნაური ადამიანი იყო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ის ქალი ყოველთვის ხშირად ვარდებოდა ტრანსის მდგომარეობაში და მის სახლში მოკლედ ყოველთვის იყო რაღაც ეს რიტუალური რაღაც ასე ვთქვათ, რიტუალები ხდებოდა. და აი ამას უყურებდა ყოველთვის ეს ბავშვი და აი ამ ყველაფერმა ეს ყველაფერი დაილექა მის გონებაში და ეს იყო საწყისი იმისა, თუ სად უნდა ეაზროვნა და სად უნდა ყოფილიყო მისი, ასე ვთქვათ, ცნობიერება. და მეორე მომენტი არ მახსოვს, ბავშვი დაეჯახა თუ ველოსიპედი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც 13 წლის ასაკში მას ის შემთხვევით წაიქცა და თავი დაარტყა და დაკარგა გონება. აი ეს გონების დაკარგვა იყო კიდევ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მის ცხოვრებაში, როდესაც მან რაღაცას მიხვდა. რაღაც ცვლილება შეატყო საკუთარ თავს და მიხვდა, რომ არ იყო მარტო და მიხვდა, რომ მის შიგნით კიდევ არსებობდა რაღაც.
აი ამის მერე უკვე აი ამ პირველი გონების დაკარგვის შემდეგ მას ხშირად ეკარგებოდა გონება და ეს გონების დაკარგვა ყოველთვის უკავშირდებოდა რაღაცა უსიამოვნო ფაქტს. აი მაგალითად პარალელი რომ მოვიყვანოთ ადამიანები დღეს, როდესაც რაღაცა პრობლემას ხვდებიან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებას სასმელში ცდილობენ, ხო? ანუ სვავენ და ანუ როგორ არაფრისგან მდგომარეობაში იგდებენ თავს, რომ გაექცნენ ამ პრობლემას. აი ზუსტად კარლ ჟუნგი, როდესაც იყო აი ამ მდგომარეობაში, არათუ სვავდა, არამედ ის გონებას კარგავდა, ცნობიერება ეკარგებოდა ამ მომენტში. და ეს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური კავშირი იყო მასსა და მის ცნობიერებას შორის. და აი ბოლო ცხოვრებისეული ამაზე საუბარო დავასრულო, ბოლო ნაბიჯი რაც იყო, მან ყური მოკრა მამის წუხილს, იმიტომ რომ კარლ ჟუნგი რადგან ასე ვთქვათ, მისგან ასეთ მშრალ პასუხებს იღებდა და მასში ასე ვთქვათ, რელიგიის მიმართ ცოტა ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი და ასე ვთქვათ, ცუდი დამოკიდებულება გაუჩნდა, ის რელიგიის გაკვეთილებზე არ დადიოდა და საერთოდ სკოლაში აღარ დადიოდა ამ მომენტიდან. ის უბრალოდ სეირნობდა და თავის თავში იყო ჩაკეტილი, ფიქრობდა და აზროვნებდა თავის თავში. და სწორედ ამის გამო მამამ, ასე ვთქვათ, წუხილით თქვა და მოისმინა კალმა, რომ რა ვქნა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ცხოვრებას თავს გაართმევს და ისე მოაგვარებს ამ პრობლემებსაც ცხოვრებაში ელოდება, როგორც საჭიროა და მე ვნერვიულობ ამაზე და კალმა ამ დროს იგრძნო ის, რომ აი სწორედ ეს არის ადამიანის დანიშნულება, რომ ცხოვრება არ არის ძალიან მარტივი, ცხოვრება არ არის ახლა სეირნობა და უბრალოდ ფიქრი, არამედ ცხოვრება თავად გვიწესებს რაღაცეებს, გვაძლევს ასე ვთქვათ დავალებებს და ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ამოცანები ამოუხსნათ ღირსეულად და სწორედ ეს იქნება დღეიდან ჩემი მიზანი. თქვა და ნუ მოკლედ დაიწყო ამ ყველაფერზე ფიქრი. როდესაც კარლ ჟუნგს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფროიდი, იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ფაქტობრივად ვერ მოიაზრება, იმიტომ რომ ორი უმნიშვნელოვანესი პიროვნება არის მსოფლიო დონის, ორივე ძალიან დიდი მიღწევები აქვს და გამოვყავი ორი უმნიშვნელოვანესი რამ. პირველი ის, რომ პირველი შეხვედრა, ესე იგი, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც უკვე გითხარით, ჟუნგი იყო ფსიქოთერაპევტი, მას და პაციენტი მიუვიდა ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული პრობლემები. ეს იყო საბინა შპილრეინი. საბინა შპილრეინი იყო მსხვერპლი მამის, მამა ყავდა ძალიან დიდი მოზალადე და მოკლედ ამ გოგოს ჰქონდა ასეთი ემოციური რაღაცა გამოხტომები, იცინოდა, ხან ტიროდა, ხან ტალახში იწვა, რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცები ემართებოდა. მაგრამ ეს გოგო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ამბობდა რას, რომ მე უნდა ვაღიარო, რომ ასე ვთქვათ, ძალადობისგან, როდესაც ჩემზე ძალადობენ, მე განვიცდი სექსუალურ სიამოვნებას. აი ეს პრობლემა იყო, რაც იუნგისთვის ცოტა გაურკვეველი იყო და რამაც მიიყვანა ფროიდამდე. და რატომ? ფროიდი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფრის საწყისად მოიაზრებდა სექსუალურ მოტივებს და ის ფიქრობდა, რომ აი არაცნობიერი ადამიანი, როდესაც იძინებს და ეს სიზმრება, ეს არის არაცნობიერისგან გამოწვეული სიზმრები და ეს სიზმრები ყოველთვის არის სექსუალური მოტივით. და რადგან ფროიდი ამ თეორიას ამტკიცებდა, ამიტომ იუნგისთვის, ასე ვთქვათ, გზა მისკენ მიდიოდა, რომ მასთან ერთად დამჯდარიყო ესაუბრა ამ თემაზე და პაციენტისთვის ეშველა. და აი ეს პირველი შეხვედრა მინდა რომ ეს გავიაზროთ და წარმოვიდგინოთ ჩვენ რო ყოფილიყავით აი ამ 13 საათის განმავლობაში რამდენად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რამდენად ღრმა უნდა ყოფილიყო ჩემი და თქვენი ან სხვისი დიალოგი, რომ 13 საათის განმავლობაში არ ვიცი ელემენტარულად საპირფარეშოში არ მოგინდეს ან წყლის დალევა, ანუ სრულიად უპაუზოდ 13 საათი ისინი მსჯელობდნენ და მაშინ აღმოაჩინეს რომ გასულია 13 საათი, რაც უბრალოდ შეკრეს ასე ვთქვათ თემა, მიხვდნენ, დახურეს თემა და უბრალოდ დროს დახედეს. და მიხვდნენ რომ 13 საათია ვსაუბრობთ. მეორე ლიბიდოს თეორია, რაც უკვე ვახსენე, ანუ ლიბიდოს თეორია ფროიდი სწორედ ლიბიდოში სექსუალურ ენერგიას გულისხმობდა და იმის რიგით არაფერს აღარ გულისხმობდა.
აი სწორედ აქ გაჩნდა ასე ვთქვათ შეუსაბამობა იუნგისა და ფროიდის თეორიებს შორის. იუნგი არ დაეთანხმა ამაში, იმიტომ რომ იუნგი ამბობს, რომ თუ შენი თეორია მართალია და სექსუალური მოტივი არის სიზმარი და სიზმარში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ადამიანს აქვს სექსუალური პრობლემა რაღაცასთან დაკავშირებით, მაშინ რით ავხსნა ის მომენტი, როდესაც ერთ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი სიზმარში ნახულობს მეორე ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავზე ან შვილზე რაღაცა უბედურებას და ეს მართლა ხდება. ან როგორ ავხსნა ის მომენტი, როდესაც ორი ადამიანი ერთ და იგივე რაღაცას ნახულობს სიზმარში. ანუ ეს ყველაფერი ვერ აიხსნებოდა თავიდან ბოლომდე სექსუალური მოტივით. ამიტომ იფიქრა იუნგმა და მიხვდა, რომ ლიბიდო ეს არის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სექსუალურ ენერგიასაც, მაგრამ არ არის მხოლოდ სექსუალური, ეს არის სასიცოცხლო ენერგია და ეს არის ყველასთვის ინდივიდუალური. ხო, სასიცოცხლო ენერგია ჩემთვის სხვა რაღაცა, თქვენთვის სხვა რაღაცაა, მაგრამ ყველაფრის კომპლექტი ერთად არის სასიცოცხლო ენერგიაში. და აი აქ არ დაეთანხმა ფროიდი იუნგს მიიჩნევდა მის მემკვიდრედ და ასე ვთქვათ, მისთვის იყო როგორ იმედის გაცრუება და იუნგისთვის იყო, ასე ვთქვათ, მამის მკვლელობაც კი შეაფასეს. და ამ ყველაფრის მერე გაიყო მათი გზები და იუნგმა მთლიანად თავისი მიმართულება ამ მხრივ წაიყვანა და დაიწყო ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიზმარი და დაიწყო სიზმრების ახსნა. იცით როგორ არის? თქვენ თვითონაც რომ დაფიქრდეთ, მიხვდებით, რომ ასე ვთქვათ, სიზმარი შეიძლება, ოღონდ ეს არ აგერიოთ, სიზმარი არ არის, როდესაც მაგალითად მე დღეს ვფიქრობ ჩემს ძველ მეგობარზე და ეს ფიქრები ჩამრჩება და დამესიზმრება მეგობარი. არ გავიგოთ ესე და არ გავიგოთ ისე, რომ სიზმარი არის წინასწარმეტყველება და შეგვიძლია ჩვენ სიზმრით რაღაცა არ ვიცი, რაღაცა სასწავლო წარმატებას მივახციოთ მხოლოდ სიზმრით. აქ საუბარი არის რაღაცა პერსონიფიცირებულ სიზმრებზე. ანუ, როდესაც რაღაცა მოქმედება მუდმივად მეორდება, როდესაც შენ მუდმივად ერთ და იგივე სიზმარს ნახულობ. მითოლოგიურ სიზმრებს ეძახიან და ეს ანუ არქეტიპებსაც ამაში მოიაზრებენ. მითოლოგიური ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მოქმედებები მეორდება. და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მითოლოგია, ჩვენ ვიცით ზღაპრები, ქართული გინდა, უცხოური ზღაპრები გინდა, სადაც ერთი და იგივე რაღაცეები მეორდება, ხო? აი მაგალითად, ყველგან უნივერსალური ფორმულა ბოროც ამარცხებს კეთილი, სიყვარული იმარჯვებს სიძულვილზე, ჯადოქარს ერევა კეთილი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ეს არის საერთო, ხო? გინდა ქართული ზღაპარი ავიღოთ და გინდა უცხოური ზღაპრები ავიღოთ, ხო? გინდა სულხან-საბა ავიღოთ, გინდა წვები გრიმები ავიღოთ. ანუ ყველაფერში ვხედავთ ჩვენ ერთი და იგივე მოტივს. შესაბამისად, აი ეს მითოლოგიაშიც მაგალითად ჯადოქრები, გველეშაპები, რაღაცა საფეხურების ჰერაკლეს 12 საფეხური არის, ხო, ეს ცნობილი, რომ ჰერამ რომ მოუვლინა მას ეს განსაცდელები თუ რაღაც ტურები, თუ რა თქმა უნდა დავარქვათ, ხო? აი ყველგან ერთ და იგივე რაღაც მეორდება და ამას უნდა გქონოდა რაღაცა ახსნა. ჩვენს რეალობაში შემიძლია ესეთი რაღაც მოგიყვანოთ. აი როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ხსნიდეს იმას, რომ არსებობს მსოფლიო რეიტინგები, გინდა მსოფლიოს საუკეთესო მოაზროვნე, მსოფლიოს დონის მწერალი, სადაც ეხა უახლეს იმას რომ გამოვეხმაუროთ, ხო, პირველ ადგილზე შოთა რუსთაველია, შემდეგ ვაჟა-ფშაველა და იქ მოდის მერე დოსტოევსკი და ასე და ასე შემდეგ. ანუ როგორ შეიძლება რომ ქართველი ადამიანი საქართველოში დაბადებული, რომელიც ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე თუ თავისი ცნობიერებიდან გამომდინარე წერდეს რაღაცას და ეს იგივენაირად აღსაღნიშნი და უმაგრესი რაღაც იყოს გერმანელისთვის ან ჩრდილოკორეელისთვის, ხო? აი როგორ შეიძლება იყოს ერთი და იგივე. ეს ამას მივყავართ იქამდე, რომ რაღაც არის საერთო, რაც ჩემთვისაც უნივერსალურია და მთლიანად კაცობრიობას აერთიანებს და კაცობრიობისთვის არის უნივერსალური. როგორ შეიძლება იყოს სალვადორ დალის ნახატები ჩემთვის სრულიად სხვა ტრადიციაში, სრულიად სხვა გაგებაში გაზრდილი ადამიანისთვის უნივერსალური და რაღაცა უმაგრესი ფენომენალური, ხო? მუსიკა თუნდაც, კლასიკა. ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არის მსოფლიოსთვის საერთო, ამას აქვს რაღაც საფუძველი და ეს საფუძველი არის კოლექტიური არაცნობიერი. კოლექტიური არაცნობიერი არის კალ იუნგის მიგნება და ეს არის ის საზღვარი,
რომელიც საზღვრის იქითაც დღემდე ვერც ერთი მეცნიერი, ვერც ერთი ფილოსოფოსი, ვერც ერთი ფსიქოლოგი ვეღარ წავიდა. და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კარლ იუნგმა მართლა მიაღწია იმ ზღვარს, რის იქითაც ადამიანის ცნობიერება და ადამიანის სრულდება. და არათუ სრულდება, არამედ აი ამ კოლექტიურ არაცნობიერში იწყება ადამიანის გაგება, რისთვის დავიბადე მე. ეხლა კოლექტიური არაცნობიერი რა არის? წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული ჩვენგანი დაიბადა კოლექტიური არაცნობიერით. ნებისმიერი ბავშვი, რომელიც იბადება, მას უკვე აქვს კოლექტიური არაცნობიერი. კოლექტიური არაცნობიერი ხალხო მოიცავს რას უყურეთ? ადამ და ევადან დღემდე სოფლიოში თუ კი რამე ისტორია, თუ კი რამეს მოიცავს ისტორია, თუ კი რამე ტრადიცია არსებობს, თუ კი რამე კულტურა არსებობს, დღემდე ნებისმიერ კუთხე კუნჭულში, რაც კი არის, აი ამ ყველაფერს კოლექტიური არაცნობიერი თავის თავში ინახავს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც ადამიანს დაბადებისთანავე აქვს. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ამ ადამიანს ამის ნიჭი არ აქვს, ეს არასწორია და როდესაც ამბობენ, რომ ადამიანში ყველაფრის ნიჭი არის, ეს არის სწორი. და რატომ? აი ამ კოლექტიურ არაცნობიერში არის ყველაფერი, აი აქ ჩამოთვლილი მაქვს, აი რასაც კი მოიცავს, ეს არის უნარების საბადო, ეს არის ნიჭის საბადო. ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს მოუნდეს, რომ გახდეს, ან მოუნდეს რომ გააკეთოს, ან მოუნდეს რომ რაღაც იცოდეს, ყველაფერი არის კოლექტიურ არაცნობიერში. და კოლექტიური არაცნობიერიდან უკვე იწყება ცნობიერების გაჩენა. ეს ცნობიერების გაჩენა ხდება 2-3 წლიდან, ან შეიძლება მეტის, ხო, ესეც ინდივიდუალურია. კოლექტიური არაცნობიერიდან ხდება ცნობიერების ჩამოყალიბება და ეს ცნობიერება უკვე ყალიბდება გარემო პირობებზე დაყრდნობით. და აი პირველი, რაც არის ცნობიერების გამომხატველი, რომ ადამიანი კოლექტიური ცნობიერებიდან გამოდის, არის სახელი, მაგალითად, ხო? ის ამბობს მეს. ის ამბობს, რომ მე მქვია თამთა. მას ეწეპება სახელი, მას ეწეპება იდენტობა, მას ეწეპება პირდაპირ მნიშვნელობით ტანსაცმელი და ასე შემდეგ. ყველაფერი, რასაც მე უკვე ოჯახი და გარემო ასწავლის, ეს ყველაფერი მე ცნობიერებას ეწეპება. და გზა, აი ამ კოლექტიური არაცნობიერის ცნობიერებასთან, გზა არის სიზმარი. კოლექტიურ არაცნობიერში არსებობენ არქეტიპები, რომელიც არის მთავარი და რომელმაც უნდა მიმიყვანოს დღეს ლექციის ბოლომდე. აი ეს არქეტიპები არიან სიმბოლოები, აუცილებელი გახდა იუნგი იძულებული გახდა სიმბოლური ენა შემოეტანა და კოლექტიური არაცნობიერის იძულებულია ცნობიერთან რაღაცა სალაპარაკო ენა გამონახოს და ეს სალაპარაკო ენა არის სიმბოლო. აი მაგალითად, მე თუ მეშინია რქებიანი სილუეტის მაგალითად, ხო? მე კოლექტიური არაცნობიერის სიზმარში მანახებს რქებიან სილუეტს. თუ უნდა რომ რაღაცა პრობლემაზე მიმითითოს, მანახებს რქებიანს და არ მანახებს მაგალითად ფისოს, რომელიც ძალიან მიყვარს, ხო? ანუ ცნობიერებისთვის, რაც საშიშია, ცნობიერებისთვის, რაც ცუდი დასანახია, სწორედ აი ამ სიმბოლოებს იყენებს კოლექტიური არაცნობიერი ჩემთან სალაპარაკოდ და ესენი არიან არქეტიპები. საერთოდ სიზმარი ხშირ შემთხვევაში მომასწავლებელი არის ხოლმე ადამიანში რაღაცა პრობლემის და კარლ იუნგი ამბობს, რომ სიზმარში ნანახი არქეტიპი, მაგალითად შავებში ჩაცმული ქალი, მაგალითად დრაკონი, მაგალითად გველეშაპი, რომელსაც ვხედავ, ეს არის კონკრეტული პრობლემა ჩემში. ჩემი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერშია, სასიცოცხლო ენერგია მეუბნება, რომ რაღაც მიჭირს, რაღაცა მაწუხებს, რაღაც უნდა გავაკეთო და აი ეს რომ მითხრას მე ამისთვის სიზმარს იყენებს და იმ სიმბოლოს, რაც ჩემთვის საშიშია. და სასაუბრო ენა, როგორც თქვი, უკვე არის აი სწორედ ეს სიმბოლო. კიდევ რა შემიძლია ვთქვა, კოლექტიური არაცნობიერი, ასე ვთქვათ, იძინებს რაღაც მომენტში, იმიტომ რომ როდესაც ცნობიერება ჩნდება, აქ შეუძლებელია, ასე ვთქვათ, კოლექტიური არაცნობიერიდან აბსოლუტურად ყველაფერი გამოიყენოს ცნობიერება, იმიტომ რომ ადამიანის შეუძლებელია კონცენტრირდეს ყველაფერზე ერთდროულად. ან შეუძლებელია ბავშვი, რომელიც იზრდება მუსიკოსთა ოჯახში, მას კოლექტიურ არაცნობიერში აქვს ხატვის ნიჭიც, მაგრამ როდესაც აი აქ ცნობიერება მუდმივად ხვდება მუსიკალურ ნოტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, როდესაც ესაუბრება
საუბრებიან მუსიკაზე, ამისთვის უკვე რთული ხდება დანარჩენებისთვის მიაქციოს ყურადღება და დანარჩენების განავითაროს. ამიტომ აი ეს არაცნობიერი, აი ამ კოლექტიური დიდი მონაცემები და უნარებიდან იწეპებს იმას, რის საშუალებასაც გარემო აძლევს. და აი ამ მოწეპებულ უნარს, რომელსაც იწეპებს, აი ამას განავითარებს ცხოვრების მანძილზე. დანარჩენები იძინებენ, თუმცა არ ქრებიან. და რომ არ ქრებიან, ამის მაგალითად შემიძლია გითხრათ ესეთი რაღაც. ძალიან ბევრი ისტორია გაგვიგია ჩვენ, რომ აი 40 წლის ადამიანი, 28 წლის ადამიანი ხო, აი უფრო ზრდასრულობის პერიოდში უცებ გამოჩნდებიან და გამოავლენენ ხოლმე რაღაცა სასწაულ ნიჭს. მაგალითად არ უვლია არასოდეს ვოკალისტთან და მღერის არაჩვეულებრივად. მაგალითად არ უვლია არასოდეს სკოლაში და დაწერა უმაგრესი რაღაცა გამოთვლა. აი ეს სწორედ ამით აიხსნება, რომ აი ამ კოლექტიურ არაცნობიერში, აი ამ სასიცოცხლო ენერგიამ, რომელიც უფრო მეტად იყო აი ამ ნიჭის, მაგალითად ვოკალური ნიჭი იქნება, ეს თუ მათემატიკური ნიჭი, სასიცოცხლო ენერგიამ არ მოასვენა ადამიანი, სასიცოცხლო ენერგიამ განაპირობა ის, რომ მიიყვანა იქამდე, რომ ამ ადამიანს აღმოეჩინა თავის თავში ეს ნიჭი და ამიტომ ხდება ხოლმე, რომ არა 3 და 4 წლიდან ვლინდება, არამედ 28 წლის ასაკში ავლენს ადამიანი ამას და მაშინ საიდან თუ კოლექტიურ არაცნობიერში რაღაცა თანდაყოლილი ნიჭი არ არის. და ეს თანდაყოლილი ნიჭი მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ნიჭი არის ჩვენში. ამიტომ აი ეს უნარები, მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ აი უნარების განსავითარებელი ტრენინგი და ასე შემდეგ, ხომ რატომ არის ყოველთვის პროდუქტიული? იმიტომ რომ თავარი ადამიანი კონცენტრირდეს კონკრეტულ უნარზე, კონკრეტულ მიზანზე, მისთვის ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მისთვის ის უნარი უკვე ძალიან მარტივი ხდება და ანუ ის უნარი მას აქვს უკვე და ის რაღაც რაც უნდა გააკეთოს და ამისთვის ეს უნარია საჭირო, ის რაღაცა ძალიან მარტივად გასაკეთებელი ხდება. აქ არის 12 არქეტიპი, 12 ძირითადი არქეტიპი, რომელიც არის მსოფლიოში ყველასთვის საზოგადოდ ცნობილი და აი ამ არქეტიპებზე დაყრდნობით ხდება და ჩნდება ბრენდი. ეს ყველა ბრენდი, რაც კი ჩვენ გვხვდება, აბსოლუტურად თითოეული ბრენდი კონკრეტული არქეტიპის მატარებელია. და ეს 12 არქეტიპი, როგორც გითხარ, ჩვენში ცხოვრობს. ანუ სახლი არის კოლექტიური არაცნობიერი, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო. და თავად ჩვენც ვართ კონკრეტული არქეტიპები. შეიძლება ზუსტად ერთი არქეტიპი არ იყო თავიდან ბოლომდე და სხვადასხვა არქეტიპებიდან სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ხასიათი მქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვკრავ ყველანაირ არქეტიპს ჩემში. ამ 12 არქეტიპიდან ქვე არქეტიპები მინდა გამოვყო 4, შემიძლია რომ სხვების გამომეყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი გასაგები არის 4 არქეტიპი. პირველი არის თვითობის არქეტიპი. ეს თვითობის არქეტიპი მოიაზრებს ქრისტეს, მესიას, გამაერთიანებელი, მხსნელი, ანუ ყველაფრის ანუ უნიკალურად გააზრება. ანუ ეს არქეტიპი, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ ამ კოლექტიური არაცნობიერიდან ყველაფერს იყენებს. ეს ცნობიერება, ანუ უნიკალურ ადამიანზეა საუბარი და ეს არის მხსნელი მესია. და აქვე შევთანხმდეთ, რომ რამდენჯერაც ვახსენებ მხსნელს, მესიას ან ქრისტეს, ამის იქით აუცილებლად გულისხმობ ბუდას, მუჰამედს და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან ჩვენ ახლა ქრისტიანულ რელიგიაში ვართ, ასე ვთქვათ და გამოვდივართ აქედან, ამიტომ ჩვენთვის გასაგები რო იყოს ვიტყვი იესოს და არ ვიტყვი სიტყვაზე ბუდას, რომ თქვენი ცნობიერება და თქვენი ასე ვთქვათ ფიქრები არ წავიდეს მაგათაა ბუდიზმისკენ. ანუ ამაში იგულისხმება მხსნელი მესია. და თვითობის არქეტიპი ეს ყველა ადამიანში არის გამაერთი, ან 12 არქეტიპს აერთიანებს თვითობის არქეტიპი. და რატომ? ეს თვითობა არის, როგორ გითხრათ, თითოეული ადამიანის ინდივიდუაციის პროცესს ეძახიან ამ თვითობის არქეტიპს. ანუ ყველა ადამიანის თითოეულის მიზანი არის, რომ გავიგო მე ვინ ვარ, რისთვის გავჩნდი, რა შემიძლია და რისთვის უნდა ვიცხოვრო. ანუ თვითობის არქეტიპი არის და აი ეს არის, ასე ვთქვათ, ქრისტეს არქეტიპსაც ამბობენ. და ეხლა კავშირი რო გავაკეთოთ. ესე იგი, თუ დაუკვირდებით, როგორი ღრმა კავშირი არის. პირველი, ყველა რელიგია აბსოლუტურად, ზოგი ესე, ზოგი ისე, მაგრამ ქრისტიანულ რელიგიაში რომ დავკონკრეტეთ და ვთქვათ, ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და ეს მართლაც ასეა, ხო? ხატებში ვხედავთ ჩვენს მსგავს ღმერთს, რომელსაც ვგავართ ძალიან. მეორე,
ადამიანის მისია ქრისტიანული რელიგიის მიხედვით არის რომ ადამიანი მიუახლოვდეს ღმერთს თავისი ქცევით, თავისი აზროვნებით მიაღწიოს და მივიდეს ღმერთამდე, გახდეს ის ასე ვთქვათ უნიკალური აზროვნების ადამიანი, რომელიც სათასასოფლობას დაემკვიდრებს. და აი სწორედ აი ამ ორს აერთიანებს სწორედ ეს არქეტიპი, რომლის მიზანიც სწორედ ეს არის. ანუ თვითონ არქეტიპიც აერთიანებს ამ არქეტიპებს და არის მხსნელი გამაერთიანებელი. და ასევე ეს არქეტიპი ჩვენშიც არის. ანუ სწორედ ეს არქეტიპი მიგვანიშნებს იმისკენ, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, ანუ self, ინგლისურად ქვია self. აი ეს self არქეტიპი არის ის არქეტიპი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ჩვენ რაღაც, როგორ გითხრათ, უნდა ამოხსნას ამოცანა, რისთვის ვარ მე, ანუ რა მისია მაქვს მე ამ ქვეყანაზე. ჩრდილის არქეტიპი, მეორე არქეტიპი მინდა გამოვყო, რომელიც ამ არქეტიპებში ცხოვრობს და ეს ჩრდილის არქეტიპი არის ადამიანის საკუთარ თავში მეორე მეს, რასაც ვეძახით. და რასაც მიაგნო კარლ იუნგმა და აი გონება რომ დაკარგა, მერე რომ მიხვდა რომ მე არ ვარ მარტო, ჩემში არის მეორე ადამიანი. და არსებობს ესეთი ნაწარმოებები, ზუსტად ვერ ვიხსენებ სახელს, მაგრამ ამ რელიგიური ნაწარმოებები, აი როგორც ქრისტიანულ რელიგიაში არის 40 საზვერე, აი რაღაც დაახლოებით ეგრე არის, მე მგონი ბუდიზმში ზუსტად ვერ გეტყვით და იქ ერთ-ერთი აბზაცი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც წერია იქ, რომ ასე ადამიანი ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც რაღაცნაირად ანუ იყვნენ განათებულები, ისინი რაღაც ფრთებით და ასე შემდეგ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე ადამიანი ხედავდა იგივე ანგელოზს, ოღონდ ის ანგელოზი იყო სახეცვლილი, იყო მოღუშული, იყო ფერი ქონდა შეცვლილი, დამახინჯებული და ასე შემდეგ და ზუსტად ამ ანგელოზში ისინი ამბობენ, რომ არის ადამიანის მეორე არაცნობიერი, რასაც ადამიანი უარყოფს და უკუაგდებს, რასაც არ უსმენს ადამიანი და შემდეგ სიზმრის სახით თითქოს კოშმარია და ადამიანს გონია, რომ ეს არის კოშმარი დამესიზმრა, რაღაცა სინამდვილეში ეს კოშმარი კი არ არის, ეს არის შენი კოლექტიური არქეტიპის გზა და ასე ვთქვათ კავშირი შენთან, რომ მე შენ კი არ გაშინებ, პირიქით მომისმინე, მე შენ რაღაცის პრობლემაზე მიგინიშნებ. და იუნგი ამბობდა, რომ დეპრესია და ეს ფსიქოლოგიური მძიმე მდგომარეობა სწორედ აქედან არის გამომდინარე, რომ ამ დროს ადამიანი ამას აჩაგვრინებს, ასე ვთქვათ, თავს არ უსმენს, აგდებს და სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აქვს მას დაწერილი ნათქვამი, რომ როგორც თავის ტკივილს ვერ მოვარჩენთ ჩვენ თავის მოკვეთით, ისე ვერ მოვარჩენთ დეპრესიას, ნიჰილიზმს და ასე შემდეგ ამ ყველაფერს, თუ ჩვენ არ მოვუსმენთ იმ პრობლემას, რაც მე მთრგუნავს. ამიტომ ამაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. და აი ეს ყველაფერი არის ზუსტად აი ამ არქეტიპებში, არის ძლიერი არქეტიპი, არის ასე ვთქვათ უმანკო არქეტიპი და ასე შემდეგ. ანიმა და ანიმუსი, ანიმა არ შემეძლო რომ ანიმას არქეტიპზე არ მესაუბრა, იმიტომ რომ ჩვენ თლიანად აი ეს დიდი ანიმა არქეტიპის ასე ვთქვათ წარმომადგენლები ვართ, ძალიან სენსიტიურია, როგორც არქეტიპი ცალსახად. ანიმა და ანიმუსი ეს არის ორი სქესი ადამიანში, ხო? ანიმა არის ქალი, ანიმუსი არის კაცი და ანიმაში არის ანიმუსი და ანიმუსში არის ანიმა. და ამაზე მე ყოველთვის ესეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ არ ვეთანხმები და სასტიკად ვეწინააღმდეგები ადამიანს, რომელიც ჰომოსექსუალებს, ასე ვთქვათ, მოიხსენიებს როგორც ავადმყოფს, ან შეუმდგარს, ან ასე შემდეგ. ეს საერთოდ არ არის ავადმყოფობა და ეს საერთოდ არ არის ფსიქიკური პრობლემა. არა, იმ ადამიანში ბიოლოგიურადაც არქეტიპულად დევს და ჩემშიც დევს და თქვენშიც დევს. ეს უბრალოდ ვისში რა დოზით არის, იმის მიხედვით ვყალიბდებით მე ჩვენ და იმის მიხედვით ვიძენთ იდენტობას. ამიტომ ეს ადამიანები არ არიან და იმედია რომ თანხმდებით ამაზე და იმედია რომ ეს აზრი ყველა საერთო გვაქვს, ესენი არ არიან ავადმყოფები, ჩვენშიც არის. და ზუსტად ერთ სიტყვას გადავუხვევ, აი ეს ანიმა და ანიმუსის არქეტიპული გაგება არის ის, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით. სინამდვილეში სიყვარული არ არის, ეს არის პროექცია. ანუ მე ჩემს მეორე ნახევარში ვხედავ ანიმუსს და იმ ანიმას, რომლის ნაწილიც მაკლია. ანუ მე თუ ვარ 90% ანიმა და 10% ანიმუსი, ხო, ის პირიქით არის და აი ეს არის შევსება ჩვენ და ეს არის სიყვარული უკვე ჩვენს ენაზე.
ეხლა პარალელები რომ დავიწყოთ, ესე იგი გავიგეთ რა არის არქეტიპი, გავიგეთ რა არის ლიბიდო, გავიგეთ რა არის კოლექტიური არაცნობიერი. კოლექტიური არაცნობიერი კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ეს არის ყველას გამაერთიანებელი. აი წარმოიდგინეთ რომ მთელს მსოფლიოს ადამიანებს ჩვენ, მე, თქვენთან, თქვენ უამრავ სხვა ადამიანთან გაერთიანებთ კოლექტიური არაცნობიერი. ეს ყველასთვის არის საერთო. ყველასთვის საერთო არის. ეს არის ჩვენი კაცობრიობის ისტორია. ეხლა ლიბიდოს გამოხატულებები მინდა რომ ვთქვათ, ლიბიდო სასიცოცხლო ენერგიის გამოხატულება და წამოვიდეთ ეხლა თანამედროვეობამდე და ეს რაც მე ამდენი ხანი ვისაუბრე, ეს ყველაფერი წამოვიღოთ ტექნოლოგიებში და წამოვიღოთ დღევანდელობაში, სად ჩნდება და სად ვლინდება. პირველი სასიცოცხლო ენერგია ამბობენ, რომ პირველი სასიცოცხლო ენერგიის ეს გამოძახილი და სასიცოცხლო ენერგიის არსებობაზე მეტყველებს გამოქვაბულში ნახატები, როდესაც ადამიანი ვერ ისვენებდა, რაღაცა არ ასვენებდა და ეს რაღაც არის სასიცოცხლო ენერგია, რომ მოეყოლა, გადმოეცა, გამოეტანა შინაგანი კოლექტიური ცნობიერი, არაცნობიერი. ანუ აი გამოქვაბულში ადამიანების ისტორია არ არის როგორც დღეს, ხო? აი უამრავ ისტორიას მოიცავს, ხო? ეს მსოფლიო ომები გინდა აიღეთ და ყველაფერი, ხო? შესაბამისად, გამოქვაბულში მყოფი ადამიანისთვის ის კოლექტიური აზროვნება რა ინფორმაციასაც მოიცავდა, ზუსტად ის გამოხატა ამ ადამიანმა გამოქვაბულში ნახატებში, ხო? ანუ ნადირობა, რაღაცა ცხოველები, ანუ რასაც ხედავდა მისი კოლექტიური, ანუ ადამიანის ისტორია, რასაც მოიაზრებდა, ის გამოხატა. შემდეგ ახლა განვითარდა, ხო? ფურცელი და კალამი, დასაკრავი ინსტრუმენტი, ფუნჯი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი, ესეც სასიცოცხლო ენერგიის გამოძახილია, რომ ადამიანს უკვე აღარ ეყო კედლებზე ხატვა, ასე ვთქვათ, და მისი სასიცოცხლო ენერგია განვითარდა, შეივსო რაღაცეებით, უფრო გამდიდრდა და უფრო, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ტექნოლოგიური გზისკენ მოუწოდა ადამიანს და შექმნა კალამი, შექმნა საკრავი ინსტრუმენტი, რითიც უფრო კარგად გამოხატა მან თავისი კოლექტიური არაცნობიერი, ანუ სასიცოცხლო ენერგია. მესამე საფეხური არის კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი, რაც დღეს გვაქვს, ხო? და ამით ადამიანმა კიდევ უფრო წინ გადადგა ნაბიჯი და ის კოლექტიური არაცნობიერში, რაც დაუგროვდა მეორე პირველ ეტაპზე, ის უკვე მესამე ეტაპში აი ამ სასიცოცხლო ენერგიამ მოსთხოვა განვითარება და აი ეს განვითარება არის კომპიუტერი, სმარტფონი და ასე შემდეგ. მეოთხე, რის ეპოქაშიც ვართ, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ვართ უკვე იმ ეპოქაში, სადაც ეს პირველი, მეორე, მესამე საფეხური უკვე აღარ აკმაყოფილებს ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერს და ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას. ჩვენ უფრო მეტი გვინდა, მეტი მოთხოვნილება გაგვიჩნდა. ეს გვეუბნება, რომ შენ მეტი შეგიძლია და ამიტომ მივედით ხელოვნურ ინტელექტამდე და მივედით ხელოვნური ინტელექტის საჭიროებამდე და მის შექმნამდე. პარალელი მეორე, ეს არის კოლექტიური არაცნობიერი და ხელოვნური ინტელექტი. ეხლა მინდა დაგანახოთ, რამდენად ერთნაირია და რამდენად, ასე ვთქვათ, ის შიშები, რომელიც თუნდაც მეორე ლექციაზე ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, როდესაც ვთქვით, რომ აი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გაანადგურებს, ან პირიქით, ხო, ამაზე გვქონდა საუბრები. ეხლა მინდა რომ ფაქტით აგიხსნათ, რატომ ვერ გაანადგურებს ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი. კოლექტიური არაცნობიერი, როგორც ვთქვით, აქ არის მონაცემთა უდიდესი ბაზა. და აღარ გავაგრძელებ და აღარ დავკონკრეტდები, ამაზე უკვე თითქმის 1 საათია ვსაუბრობ, ხო? აი ამ კოლექტიურ არაცნობიერს მექანიზმი, რაც ამუშავებს და რაც აძლევს გამოვლენის საშუალებას არის ცნობიერება. აი ეს ცნობიერება ირჩევს თავისი გარემოებიდან გამომდინარე, ირჩევს კოლექტიური არაცნობიერებიდან იმას, რაც ჭირდება, მიდის ბიბლიოთეკაში, აი ამ ბიბლიოთეკიდან იღებს აი ამ უნარს, აი ამ ნიჭს, აი ამ ცოდნას, აი ამ შესაძლებლობას და შემდეგ იწებებს და ავითარებს. ეხლა ამ კოლექტიური არაცნობიერის მაგივრად დავაყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ზუსტად ანალოგია. ოღონდ არის ხელოვნური ადამიანის მიერ. ანუ თუ კოლექტიური არაცნობიერი ადამიანს თავისთავად მიეცა, ეს ეხლა გამოდის, რომ ადამიანი თავის ხატს და მსგავს ქმნის, ხო, როგორც ადამიანი თავისი კოლექტიური არაცნობიერით შეიქმნა ხატად და მსგავსად. ახლა ადამიანსაც აქვს იმის ამბიცია, იმის სურვილი, იმის მოთხოვნილება, რაც ისევ ამ კოლექტიური არაცნობიერიდან არის განპირობებული. ისევ აი ეს სასიცოცხლო ენერგია აძლევს ადამიანს იმის საშუალებას და ამბიციას, რომ თავისი ხატი და მსგავსი შექმნას და ეს არის ხელოვნური ინტელექტი. აი ამ ხელოვნურ ინტელექტში აბსოლუტურად ყველანაირ დიდ ინფორმაციას ტვირთავს ადამიანი, რაც მას კოლექტიური არაცნობიერით მიენიჭა.
ამიტომ ამ ხელოვნურ ინტელექტს რაც ადამიანისგან ის განასხვავებს, რომ მას ცნობიერება არ აქვს. თუ ადამიანის შემთხვევაში ამ კოლექტიურ არაცნობიერს ცნობიერება ამუშავებს და ცნობიერება ატრენინგებს, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ცნობიერება და ეს ცნობიერება ხელოვნურ ინტელექტს ისევ ადამიანია. როდესაც მიდის ადამიანი ხელოვნურ ინტელექტთან და ეუბნება, რომ აი შენ გაქვს ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის შესახებ რა რაოდენობაა, ქალი რამდენია, კაცი რამდენია, ბავშვი რამდენია და რელიგიით, ხო? აი მაგალითად, რამდენი ეკლესია საქართველოში. აი ეს ინფორმაციები აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ეს თავისით ვერაფერს ვერ შვება, იმიტომ რომ ცნობიერება არ გააჩნია. მოდის ცნობიერების მაგივრად ადამიანი, რომელიც ეუბნება, ეხა აი ამ ინფორმაციიდან მომეცი, რამდენი ქალი და რამდენი კაცი არის აი ამ მოსახლეობაში. შენ ხო გაქვს ეს ინფორმაცია, წამოიღე ეს ინფორმაცია და მარტივად დამიშალე, ანუ დამიჯგუფე და მომაწოდე და ის აწვდის. აი ეს განსხვავება ამ ორს შორის და კავშირი ის რომ ადამიანი თავის ხატს და მსგავს ახლა ქმნის, თუმცა ცნობიერების გარეშე და დღეს ეს ცნობიერება რომ მას გაუჩნდეს, ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ აი ხელოვნური ინტელექტისთვის ცნობიერება არ არსებობს და არსებობს ადამიანი. რომელი ადამიანიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს თავის სასიკეთოდ და უფრო მარტივი ცხოვრებისთვის. მეორე პარალელი არის ნეირომარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი. აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის ანალოგად რომ წარმოვიდგინოთ, ნეირომარკეტინგში როგორ ვლინდება? ნეირომარკეტინგი ეს არის, ასე ვთქვათ, მეთოდი, რომელიც იკვლევს თავის ტვინს. და როგორც იცით, ხელოვნური ინტელექტიც ნეირონების, ადამიანის ნეიროკვლევის საფუძველზე იქმნება, ხო? ანუ ჯერ სწავლობენ ადამიანის ნეირონულ სისტემას, რაც შემდეგში საერთო ჯამში ნერვული სისტემაა და ეს ყველაფერი შემდეგ ხელოვნურ ინტელექტში, ასე ვთქვათ, ითარგმნება კოდურად. და ნეირომარკეტინგში ზუსტად ასე არის. ნეირომარკეტინგმა შეისწავლა ადამიანის ტვინი, როგორ მუშაობს, ანუ რაღაცის დანახვაზე, როგორ მოქმედებს, რა ემოციას აღძრავს ადამიანში კონკრეტული რაღაცის დანახვა და აი ამ მთელი დიდი ინფორმაციაზე დაყრდნობით ნეირომარკეტინგი შემდეგ უკვე ქმნის ბრენდს, რომელსაც ანიჭებს არქეტიპს. ანუ ბრენდისთვის რატომ არის არქეტიპი აუცილებელი და აი ეს არქეტიპი ნეირომარკეტინგულ კვლევაზე დაყრდნობით რატო იქმნება? იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ნეირომარკეტინგის კონკრეტული კვლევა დაადგენს, რომ აი ამ ადამიანში ყვითელი ფერის დანახვაზე, სიტყვაზე, ხო? აი რაღაცა ან შავი ფერის დანახვაზე, მაგალითად ადამიანს რაღაცა შიში იპყობს და ასე შემდეგ. და ამ ბრენდის მიზანი არის, რომ აი რაღაცა ეს რაღაცნაირი მკაცრი რაღაც დამოკიდებულება მიიღოს მომხმარებელში, ხო? აირჩევს ჩრდილის არქეტიპს, ან უხეშის არქეტიპს, ან ასე შემდეგ და ამაზე დაყრდნობით შექმნის ბრენდ თავისი ლოგოთი, ფერით და პერსონაჟით, რაზეც ახლა განახებთ. და პირველად ნეირომარკეტინგი 2002 წელს ახსენეს ეს ტერმინი და დაიწყეს ამაზე მუშაობა. მე განახებთ მაგალითებს და ხო, აი ეს ხელოვნური ინტელექტი, ხა მესამე პარალელი კიდევ ერთხელ რო ავხსნა. ანუ კოლექტიური არაცნობიერი იგივე ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ზუსტად ერთი და იგივეა, ერთი და იგივე პრინციპს ექვემდებარება და ხელოვნური ინტელექტი როგორც მარკეტინგში, ნეირომარკეტინგთან რა შუაშია? აი ამ შუაშია, რომ ნეირომარკეტინგი იკვლევს თავის ტვინს, როგორც ხელოვნური ინტელექტი, რაზეც არის მერე შექმნილი, ამას იკვლევს და საბოლოო ჯამში ნეირომარკეტინგმა ზუსტად იცის კონკრეტული ბრენდი, როგორ უნდა მიიტანოს მომხმარებლამდე. და ვნახოთ. აი ზუსტად ეს მაგალითი არის ნეირომარკეტინგის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ნუ ენცეფალოგრაფიის ორი მეთოდი რო აქვს, ეს ამის ცოდნა ჩვენთვის არ არის აუცილებელი, ამის რაღაც სიღრმისეული ცოდნა, ეს უბრალოდ ინფორმაციის დონეზე რო იცოდეთ, რომ ორი მეთოდი არსებობს ამის, მაგრამ ეხლა ყურადღება მივაქციოთ სურათს. პირველ სურათზე ასე ვთქვათ, არის პირველი, ანუ სანსილკი
ბრენდი, არის წარმოდგენილი და პირველი სურათი ეს იყო პირველი რეკლამა, ასე ვთქვათ, რაც რაღაცა კონკრეტული პროდუქციის შესახებ გამოვიდა ბანერული რეკლამა და ბანერზე არის აი ეს ფოტო, რომელსაც ხედავთ პირველ ფოტოში. პირველ ფოტოში არის, როდესაც პერსონაჟი უყურებს, ანუ მიყურებს მე, ხო? ამ შემთხვევაში თქვენ გიყურებთ. აი ეს მწვანე და მოწითალო ისინი რა ქვია ფერები, ეს არის მომხმარებლის მზერა. ან როდესაც დააკვირდნენ ნეირომარკეტინგულად, ხო, აპარატულად, მათ დაინახეს, რომ აი ამ ბანერზე შეხედვისას მომხმარებელი რას უყურებს და ამაზე დაყრდნობით მათ შეცვალეს თავიანთი ბანერი და მეორე ფოტოზე რასაც ხედავთ, აი ის ბანერი გამოაქვეყნეს და გამოუშვეს. მეორე ბანერზე არის ცვლილება ერთადერთი. აი ეს პერსონაჟი ახლა უყურებს თვითონ პროდუქციას და ამაზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს და დაინახეს, რომ მომხმარებლის პირდაპირ მზერა მიდიოდა ბრენდთან და წარწერასთან. ანუ ზუსტად ის მესიჯი მიდიოდა მომხმარებლამდე, რაც უნდა მისულიყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნეირომარკეტინგი თავიდან ბოლომდე სწავლობს და გვსწავლობს ჩვენ. ანუ როდესაც პროდუქტი გამოაქვს, როდესაც brand-ი ყალიბდება და იქმნება, ამ brand-ის უკან დგას აი ეს უდიდესი ცოდნა. რაც არის არქეტიპული ცოდნა, რაც ამდენი ხანი ვისაუბრეთ და შემდეგ ნეირომარკეტინგული ამხელა დაკვირვება, ამხელა შესწავლა. ამის ცოდნა ჩვენ პირადად და გაანალიზება მარტო იმისთვის გვჭირდება, ჯერ მარტო იმისთვის გვჭირდება, რომ როდესაც ჩვენ ახლა დავალებები გქონდა და იქ უცებ შევარჩიეთ ბრენდის სახე, ჩატბოტის სახელი, ესე უცებ მარტივად, ასე ვთქვათ, მზამზარეული ინფორმაცია გვაქვს ჩვენში დალექილია, მაგრამ ამაზე არ გვიფიქრეთ, თქვენც არ დაფიქრებულ ხართ, რომ აი ეს საიდან ვიცი, ხო, აი რანაირად ვიცი, საიდან გავიგე, ან საიდან მოვარგე ასე მარტივად. აი სინამდვილეში აი ამ ყველაფრის უკან, აი ეს უდიდესი გამოცდილება, უდიდესი ექსპერიმენტები და უდიდესი ცოდნა დევს. ამიტომ აი ეს ნეირომარკეტინგი არის რასაკვირველია ძვირი ფუფუნება, ძალიან ძვირი ჯდება, ეს ელემენტარული ხარ სტარტაპს ან რაღაცა პატარა ბიზნესს არ შეუძლია, ვერ გამოიყენებს და შესაბამისად აი ესეთი დიდი ფინანსის არ მქონე ბიზნესები იძულებულები არიან არქეტიპის დონეზე, რაც მათთვის ხელმისაწვდომია არქეტიპი შექმნან თავიანთი ბრენდის. მაგრამ ის დიდი კომპანიები, რომლებზეც ახლა გესაუბრებთ, ეს არის Coca-Cola, Apple, Microsoft, მათ აქვთ ბიუჯეტი იმხელა, რომ ნეირომარკეტინგი ჩართონ თავიანთ, ასე ვთქვათ, პროდუქტში და შეისწავლონ თავიანთი მომხმარებელი. ეხლა განახებთ მე თქვენ ზუსტად აი ამ ნეირომარკეტინგზე დაფუძნებული ვიზუალური კომუნიკაციის მაგალითებს. მინდა გითხრათ, რომ ეს მაგალითები არის საზოგადოოდ აღნიშნული, მაგრამ ახლა თუნდაც მეორე მაგალითზე ვერ გეტყვით დარწმუნებით, რომ მულტფილმში ეს მარკეტინგული გათვლა იყო. მე ამის, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი საბუთი და დოკუმენტი არ მაქვს სამწუხაროდ და ამიტომ ვერ დავაბრალებ აი ამ მთელ გუნდს, ვინც შექმნა მეფელომი, რომელიც ყველა ძალიან გვიყვარს, ვერ დავაბრალებ, რომ ამაში აი ეს ჩადო, მაგრამ განახებთ, იმიტომ რომ მოყვა ამას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სენსაციური განცხადებები და მოკლედ დიდი განკითხვის საგანი გახდა. პირველი მაგალითი ეხლა YouTube-ი გაიხსნა და თუ არ ჩანს თქვენთან მითხარით, იმიტომ რომ უნდა გავაზიარო ესეც. Show the time the Iron Chef America. არ ჩანს. გადმოვალ. ჯობია რომ ლინკები ჩააგდო და ჩვენით გავხსნათ, იმიტომ რომ არც ხმა ისმის ხოლმე და თან ჭედავს ძალიან როცა აზიარებ YouTube-ის ვიდეოს. მართლა, ანუ ისე სლაიდზევე ჯობდა. მაგრამ არა, სამწუხაროდ მაინც შეიძლება არ ქნას ეკრე, მაგრამ ეგრე შვება ხოლმე ძირითადად. კარგით, მაინც ვცდი. იმიტომ რომ სანამ ლინკებს გახსნით, შეიძლება მე თქვენს გაგიჭედოთ ინტერნეტმა. ეხავე. 1 საათი გავიდა თითქმის და არ გაგიჩერები ვართ და რაღაცა კითხვა მაქვს, ან გაუგებრად ხომ არ ვსაუბრობ იმ დონეზე, რომ კითხვასაც არ სვამთ, ან პირიქით. არა, პირიქით ძალიან საინტერესო საუბრობ და არ გვსდება სურვილი შეგაწყვეტინოთ. აი მე ძალიან დიდი მადლობა. ეს არის იმდენად საინტერესოა, და თან იმდენ რაღაცაზე დავფიქრი უცბად, უცბად წავედი და ჩემს მიზანს მიუყვები ესე. ლიანას გავაზიარებ ეხა. მითხარით რომ გამოჩნდება.
ზოგადად ეს არქეტიპები და ეს კოლექტიური არაცნობიერი იმდენად დიდი თემაა, რომ როცა ვამზადებდი თქვენთვის, აი ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ძალიან შორს არ წავსულიყავი და აი ვაფშე თემიდან არ გადამეხვია და ამიტომ რაღაცნაირად ვაკონტროლებ, ასე ვთქვათ, ჩემს თავს. ხედავთ ხომ YouTube-ს? კი, თამთჩან. ეს არის პირველი ვიზუალური კომუნიკაცია, აი როგორ გამოიყენა ბრენდმა, ეხლა ამ ბრენდს კი ხედავთ უკვე რომ McDonald's-ია, მაგრამ აი ნახოთ, ეს არის MasterChef-ი, MasterChef-ის მსგავსი ან MasterChef-ის არ ვიცი ხა რა გადაცემის ვიდეოა. Sarah showed the time of the Iron Chef America show, 11 and 12. And then, of course, McDonald's is a big sponsor for this. Now I'm just going to play. I shall download it. Did you see it? If not, there it is again. Now let's go slow-mo this time. And we're going to go at 1:15. So we're seeing every single frame right now. Alright. I'll come in a second. Here it comes. Ooh, a single frame of TV. აი ეს იყო პირველი, რაც აი წამიერი გაელვება იყო, ხო? აი წამიერად გაიელვა McDonald's-მა და ეს არის ვიზუალური კომუნიკაციის პირველი გამოხატულება. ადამიანში შეიძლება ვერც კი ვერავის ვერ დაენახა უცებ, ხო? აი ყურების დროს ვერც კი ანუ თვალი ვერ აღიქვამდა, მაგრამ ეს არის ზუსტად აი ამ ნეირომარკეტინგზე დაფუძნებით, რომ შენ რომ გგონია რომ ვერ დაინახე, სინამდვილეში შენში დატოვა რაღაცა კვალი. მეორე, რაზეც გითხარით მეფელომი, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც განახებთ, ჯერ შეიძლება ვერც აღიქვათ, დავაკვირდეთ. გადავახვევ. აი ეს აი ამ ფოტოში ჩანს, რასაც ამბობენ, რომ ეს იყო ვიზუალური კომუნიკაცია, არასწორი, თუმცა ეს პროპაგანდა, ასე ვთქვათ, რასაც ეძახიან ხოლმე. ხა ვინმე ხედავს აქ რა წერია? გაჭედა. არა, მე დავაწერე. ისმის ჩემი ხმა? მე მგონი ძალიან ბუნდოვანი გამოსახულებაა და ვერ ვხედავთ სავარაუდოდ მაგით. ხო, ვერ ვხედავთ. და თუ ვინმე არ თქვა ესე თვალშისაცემი ნამდვილად არ არის. აი აქ მეფე ლომისგან წამოსული, ასე ვთქვათ, ბუმბულები თუ ფურცლები, რაც არის, რამაც მე ჰაერში, ასე ვთქვათ, გაიფანტა, ხო? აი აქ ამბობენ, რომ წერდა სიტყვა სექს. და ამბობენ, რომ ეს იყო, აი აგერ ეს არის ვიზუალური კომუნიკაციის და ამიტომ რომ თავს ვერ დავდებ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აი აქ ნამდვილად ეს დევს, მაგრამ ესე გაშიფრეს და თქვეს, რომ ეს მართლაც ასეა. და კიდევ ყველასთვის ცნობილი Led Zeppelin-ის სიმღერა, რომელიც უღმა დაუკრავ არის შემოტკბილო სატანა და ასე შემდეგ. არ ვიცი ხა ამასაც რამდენად ვეთანხმებით, მაგრამ ამასაც ვიზუალური კომუნიკაციად აღიქვა მე. ეხლა მეოთხე პარალელი, რომ გადავიდეთ მეოთხე პარალელზე, ეს არის ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში. ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში ყველგან გვხვდება, ხელოვნური ინტელექტი დღეს ყველას გვაქვს Facebook-ი, ყველა ვართ YouTube-ის მომხმარებლები, ყველა ვართ Google-ის მომხმარებლები და ელემენტარულად სად ჩანს ხელოვნური ინტელექტი. ანუ ჩვენ იდეაში დღესდღეობით ხელოვნურ ინტელექტთან ერთად უკვე თანაცხოვრობთ. მაგალითად, ბევრჯერ ყოფილა ჩემთან სამეგობროშიც და მე თვითონაც მithქვამს ეს, რომ აი რაღაცნაირი დამთხევაა, რომ როდესაც რაღაც თემაზე ვსაუბრობ და მე Facebook-ს რო გავხსნი და დავსკროლავ, რატომღაც ზუსტად მაგ თემაზე მიგდებს რაღაც რეკლამას. ან მაგ თემაზე არის რაღაცა სტატია და ხუმრობთ ხოლმე, რომ გვისმენენ თუ რაღაცა ესეთია. სინამდვილეში ეს არც მოსმენა, არაფერი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის ამბავი, ოღონდ მოსმენაზე კი არ არის, რომ მართლა რომ მისმენს, მაშინ მიგდებს. არა,
მე როდესაც ვსკროლავ, გაუცნობიერებლად ჩემთვის საინტერესო თემას ვალაიქებ. გაუცნობიერებლად სერჩავ რაღაცას, ხო? და ეს ხელოვნური ინტელექტი, ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი მაკვირდება მე როგორც ერთ კონკრეტულ მომხმარებელს რას ვაკეთებ და შემდეგ აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით უკვე თავისით მთავაზობ ჩემთვის საინტერესო თემა რა შეიძლება იყოს. ასევე არის YouTube-იც, ხო? YouTube იმდენად არის ოპტიმიზირებული, ჯერ ძალიან მომწონს მე ზოგადად YouTube-ის სტრუქტურა, იმიტომ რომ იქ ყველაფერია, ხო? დაპაუზებული, რა მქონდა, რა გადავიტანე მაგალითად რომ გვინან ვუყურებ და ის მიგდებს, ასე ვთქვათ ამას. ასევე რასაც ვუყურებ, შემდეგ მთავაზობს, ანუ შენთვის პოპულარული და შენთვის საინტერესო რა შეიძლება იყოს და Google-ს აქვს ალბათ ყველაზე მაგარი რა დონემდეც მიაღწია კაცობრიობამ აი ამ დონის ოპტიმიზაცია, ასე ვთქვათ, რომ Google-ში ყველაფერი, ანუ ძალიან მინიმალური სტომილება შეიძლება მოხდეს და რასაც წერ და რაც არის შენი მოტივი Google-ში, როდესაც Google-ავ რაღაცას, არ არსებობს, რომ ზუსტად ის ინფორმაცია არ ამოგიგდოს. ეს არის სწორედ ხელოვნური ინტელექტი. რასაც დღეს ვხვდებით და პარალელი 4, ამიტომ დავარქვი, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი კოლექტიური, არაცნობიერიდან წამოსული დღეს როგორ გვხვდება მარკეტინგში. რასაკვირველია ამაში ნეირომარკეტინგიც მოიაზრება და მთელი ჩვენი ადამიანების სეგმენტის სამიზნე აუდიტორიის შესწავლა. პარალელი 5, რომელიც უნდა განახოთ, ეს არის ჩემი უსაყვარლესი რეკლამა, სადაც ძალიან კარგად ჩანს არქეტიპი და ანუ სულ რაღაც რამდენიმე წამიანი რეკლამაა და მოდით ვუყუროთ და ერთად შევაფასოთ. Sorry. Sorry. ხო, აი ეს არის ჩემი უსაყვარლესი რეკლამა, აი 40 წამში და ერთ სიტყვაში. დაუკვირდეთ, ხო? აი ერთ სიტყვაში და 40 წამში უამრავი რაღაცის თქმა შემიძლია ბრენდზე, სულ რომ არ ვიცოდე რა არის. აი ამ რა ბრენდია, რაზე არის საუბარი, აბსოლუტურად დაგიხასიათებ და ზუსტად იმას გეტყვით, რა მიზანიც ჰქონდა აი ამ მარკეტინგ ჯგუფს, აი ამ რეკლამის გადაღებისას. ჯერ მინდა რომ მოგისმინოთ თქვენ, აი ამ რეკლამის ნახვაზე რა დაინახეთ, რა იყო, რა გითხრათ ამ რეკლამამ. ის რაღაც წინასწარ განსაზღვრული რაღაცები არ არსებობს და ყველაფერი ჩვენ ხელშია. ჩვენთვის სიკვდილი, ჩვენ კი გვიწერია სიკვდილი. ჩვენი ქმედებებით ვიწევთ სიკვდილს, ასე ვთქვათ. კი, ანუ გარდაუვალი რაღაცა მომენტები, ესე არ არსებობს. ნუ შეიძლება რაღაც იყოს, მაგრამ ის გარდაუვალიც ჩვენზე იყო დამოკიდებული, რამდენად გარდაუვალი გახდებოდა. სწორია. დიახ. კი, აი როგორ ფიქრობ, აი ამ Mercedes-ი დავინახეთ, ხო, მანქანა, აი რისი რეკლამა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ანუ ეს არის მარკეტინგული რეკლამა. ანუ არქეტიპები მარკეტინგში, ამიტომ დავარქვი, რომ არქეტიპი რამდენად რა არქეტიპი გამოიყენა საკომუნიკაციოდ, ანუ რისი რეკლამა იყო, რისი თქმა უნდოდა ბრენდს ჩვენთვის ამ რეკლამით. მე მგონი არ არის იდეები და მე გეტყვით. ეს არის სამუხრუჭე ხუნდების და ასე ვთქვათ, საბურავების რეკლამა იდეაში და ამ რეკლამაში დევს ძალიან მარტივი რამ, რომ Mercedes აქვს ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, არ ვარ ხა ავტო იმაში ძალიან კარგად გაცნობიერებული, შეიძლება ცოტა სხვანაირი სიტყვით ვთქვა, მაგრამ რომ Mercedes აქვს უმაგრესი ხარისხის დამუხრუჭების რაღაც მოწყობილობა, ხუნდები თუ რაც ქვია. აი ამის რეკლამა იყო. და ამ რეკლამისთვის მან გამოიყენა არქეტიპები. ეს არის ირონიული არქეტიპი, იმიტომ რომ ცალსახად დიდი ირონია, ხო? ანუ ჭრდილის არქეტიპით შეგვიძლია მოვიაზროთ ეშმაკში, ხო? რომელიც უცებ გაჩნდა, რაღაცა მოასწავლა და ირონიით უთხრა კიდეც, რომ აი შენ აქ გაქვს პრობლემა. და მერე უკვე აი ამ არქეტიპმა ეს იყო ძლიერი არქეტიპი და ეს არის ირონიის არქეტიპი, რომელმაც იგივე პასუხით
ასე ვთქვათ, მოусმინა და დაუბრუნა პასუხი. აი ძალიან მარტივად ერთ სიტყვაში და 40 წამში არის ჩატეული მთელი ის ყველაფერი, რაც ვილაპარაკე. მთელი ის ყველაფერი, რაც მარკეტინგი წლების განმავლობაში სწავლობდა. და ზოგადად Mercedes-ის სხვა რეკლამებიც მაქვს, ჩემი ფავორიტი რეკლამები არის და აი ამ ტენდენციას მიყვება Mercedes თავის რეკლამებში, არასოდეს არ არის რაღაცა ძალიან დიდი ისტორიის მომცველი რეკლამა, არის ესეთი მოკლე, პატარა და გასაგები. ასევე მინდა გითხრათ, რომ Levis-საც თავის რეკლამებში ესეთ ძლიერის არქეტიპს იყენებს და თუ გაქვთ ნანახი არ ვიცი, მაგრამ თუ არ გაქვთ დაგუგლეთ და ნახეთ ვიდეოები, ყოველთვის ათლეტური აღნაგობის მამაკაცები ყავს Levis აი ჯინსების რეკლამაში და ასე შემდეგ. ეს არის Levis-ის არქეტიპი, ძლიერი, ახალგაზრდა და აი ამ არქეტიპით გვეუბნება, რომ ეს ბრენდი ახალგაზრდისთვის არის შექმნილი და თუ ხარ ძლიერი ან თუ გინდა რომ იყოს ძლიერი, ასე ვთქვათ, სიმპათიური და ასე შემდეგ, აი ამას გვეუბნება ის თავისი რეკლამებით. ეხლა რაციონალური და ემოციური ორთაბრძოლა. მინდა გავიხსენო ამ თემაზე ჩვენი მეორე ლექცია, როდესაც ექს-რობოტზე ვსაუბრობდით, მაშინ ზუსტად კაილის შემთხვევა იყო ზუსტად ესეთი, ხო? მე ვახსენე მაშინ ვიზუალური კომუნიკაცია, მაგრამ არ ვახსენე ნეირომარკეტინგი, არ ვახსენე არქეტიპი, იმიტომ რომ იქ რომ ეხსენებინა საკმაოდ გაუგებარი იქნებოდა. ამიტომ მოვითმინი, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ მე მგონი ახლა უფრო სწორია, რომ ის გაგახსენოთ, იმიტომ რომ ვიცით უკვე რა არის არქეტიპი და რა არის ვიზუალური კომუნიკაციის მთელი ყიბლი და მთელი დიდი მექანიზმი. აი მას იქ კაილს ჰქონდა ზუსტად ეს მომენტი, ვიზუალური კომუნიკაცია იმდენად მძაფრი იყო და ემოციური, ასე ვთქვათ, ზეგავლენა მაშინ იმდენად მეტი იყო, რომ მან გადადგა ის ნაბიჯი, რაც გადადგა, ხო, დაუჭირა მხარი რობოტს, ხელოვნურ ინტელექტს ენდო და ძალიან დაუბრუნა თვითონ, მაგრამ ეს იყო ანუ ენდო მას. ეხლა რეალურ ცხოვრებაში როგორ ხდება რაციონალური და ემოციური ორთაბრძოლა ადამიანში? ეს ძალიან თვალსაჩინო იყო პეპსის ჩელენჯზე 1975 წელს პეპსმა ესეთი ჩელენჯი წამოიწყო, ანუ ცდისპირი იყო ადამიანი, რომელიც ვერ ხედავდა რომელ ჭიქაში რას ჩაასხავდნენ, ანუ ერთში უსხავდნენ პეპსის, მეორეში კოკაკოლას. და ანუ ესე ბრმად სვავდა ეს ადამიანი ორივეს და შემდეგ ირჩევდა რომელი მოეწონა. საქმე იმაში იყო, რომ აი ამ ექსპერიმენტით ყველა ირჩევდა პეპს, ამბობდა, რომ აი პირველი რო გავსინჯე, ეგ მეორე სჯობდა და ის პირველი 10-დან 9 შემთხვევაში იყო პეპსი. მაგრამ ეს მარკეტინგული მონაცემები, ეს გაყიდვების მონაცემები, მაპატიეთ, გაყიდვების მონაცემები სულ სხვა საპირისპიროს ამბობდა, ანუ კოკაკოლა იყიდებოდა 10-დან 9 კოკაკოლას ყიდულობდა. და ამან გამოიწვია რაღაცნაირი დაბნეულობა, იმიტომ რომ რა ხდება, რატომ არის ესე, როდესაც ადამიანმა არ იცის რა სვავს და ირჩევს პეპსის, მაგრამ მაღაზიაში მიდის და ყიდულობს კოკაკოლას. 2003 წელს MRT ტექნოლოგიით, ასე ვთქვათ, ნეირომარკეტინგული რაც არის, ხო? და MRT ტექნოლოგიით ჩაატარეს იგივე ცდა და მიხვდნენ რას, რომ ადამიანები ბრმად გაუცნობიერებლად ენდობოდნენ ემოციას, რა ემოციასაც ის თითო კლუბი იწვევდა და ამიტომ აკეთებდნენ სწორ არჩევანს, მაგრამ როდესაც მაღაზიაში მიდიოდნენ, იქ უკვე რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ეხლა უყურეთ რაში იყო საქმე. კოკაკოლა ჩვენთვისაც, თითოეულისთვისაც, როდესაც გამოჩნდა ბაზარზე, დღეს უკვე უფრო მეტად განვითარებული და უფრო მეტად დახვეწილი რეკლამები აქვს და ყოველთვის ემოციურ კავშირს იწვევს ჩვენში. ეხლა ახალი კოკაკოლის რეკლამა, რომელიც ბავშვზე და მამაზე არის, ხო, თოვლის ბაბუას თავს წერილს გაატანს. ეს ჩემთვის არის ემოციურ კავშირს იწვევს, მაღიმებს ყოველ დანახვაზე, ამ რეკლამის ყოველ ყურებაზე მეღიმება და თითქოს გული მითბება. აი სწორედ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ბრენდი შენთან იმ კომუნიკაციაში შემოდის, ანუ აი იმ რეკლამის გამო და იმ კომუნიკაციის გამო, როდესაც მიდიხარ მაღაზიაში, შენს გონებაში დალექილი არის ამ ბრენდის კავშირები და მესიჯები, ხო, რასაც შენთან უშვებს იმ ნეირომარკეტინგზე დაკვირვებით, დაყრდნობით, იმ კვლევებზე დაყრდნობით, იმ არქეტიპის შექმნით, თოვლის ბაბუა ყავს, ხო, არქეტიპად კოკაკოლას, აი ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შენ როდესაც მაღაზიაში მიდიხარ, აღარ იწყებ ფიქრს რა ვიყიდო, ის თუ ის. შენთვის უკვე ემოციური კავშირი ბრენდთან გაქვს ემოციური კავშირი და იღებ ბრენდს. მაგრამ თვალდახუჭულები რატომ ირჩევდნენ პეპს?
მე როდესაც პეპსეც უკვე ქიმიური ჩაატარეს, მიხვდნენ რომ პეპსში უფრო მეტი შაქრის შემცველობა ვიდრე კოკაკოლაში და შაქრის შემცველობა ადამიანში იწვევს ემოციური დონის მატებას, სიხარულს, რაღაც დადებითს და ანუ ენერგიის მატებას იწვევს და სწორედ აი ეს სიგნალები ტვინში, ანუ პეპსის დალევიდან, აი ეს სიგნალები მიეწოდებოდა ტვინს და ტვინი ავტომატურად ის დადებითად აღიქვამდა და სწორედ ამიტომ ირჩევდნენ პეპს. ხვდებით ხომ აი რა განსხვავებაა, როდესაც ბრენდი შენთან შემოდის კომუნიკაციაში შეღონდ. არა ისე რომ კოპი გააკეთოს რომ აბა რაღაცა გამარჯობა, მე ეს ვარ რაღაცა მოდი. არა, ესეთი ზედაპირული არა. ამ დიდი ბრენდების კომუნიკაციის უკან ეს უდიდესი ცნობა არის და ეს უდიდესი ბაზა, რაც არის არქეტიპი, რაც არის კოლექტიური არათნობიერი და ასე შემდეგ და ნეირომარკეტინგი. Marlboro's კაფეები ასევე რაღაც ამ ბოლო დროს რომ ესე ძალიან დავეძებო რომ ვიპოვო რაღაცა აქამდე ჩვეულებრივად ვნახულობდი მაგრამ თუ ვერ ნახავთ ესე ორი სიტყვით რომ გითხრათ ესე იგი არ ცნობილი არის Marlboro's კაფეები სადაც აი რომ შედიხართ ისეთი გარემო გხვდებათ არის წითელი შავში ანუ წითელი ფარდები ცოტა დაბალი სინათლე ანუ აი Marlboro's ხო აი სადღაცას თეთრი მაგიდები ანუ მაგრამ საფერფლი არსად არ არის არსად არ არის სიგარეტის კოლოფი, არსად არ წერია Marlboro. ან უბრალოდ შედიხარ ისეთ სივრცეში, სადაც შენ თვითონ გიჩნდება იმ ბრენდთან კავშირი. და იქ მე დაკვირვებები გააკეთეს, რომ ხალხი როდესაც შედიოდა, იქ ყველას თითქმის ყველას უნდებოდა მოწევა და სიგარეტის მოწევას ესე იგი იწყებდნენ და ეწეოდნენ სიგარეტს. ეს იყო კიდევ ბრენდის უმაგრესი კომუნიკაცია, რომ შენ არ გეუბნება პირდაპირ აი Marlboro ვარ და კარგი სიგარეტი ვარ. არა, იმას სულ სხვა გზით, იმიტომ რომ იცოდა შენი ფსიქოლოგია, სულ სხვა გზით მიგიყვანა იქამდე, რომ აი სიგარეტი და მოწიე. ნუ ამ შემთხვევაში Marlboro's რეკლამა იყო, ხო? და კიდევ მეორე მწველები და ანტინიკოტინური კამპანიები, ხო? აი კოლოფზეც აწერია რომ შენი ჯანმრთელობისთვის არის ცუდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს უკვე მაინც ვერ შვება შენზე იმას რომ გადაგაგდებინო სიგარეტი თუ ძალიან ძლიერი ფსიქიკის არ ხარ ხო და არ იმორჩილებ თავს. ეხლა აი Marlboro's კაფეებს შევეხეთ თემებს და ფერებს. ფერების ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი კიდევ ძალიან ესეთი ვრცელი დარგი, რომელზეც მინდოდა რომ ესაუბრო, მაგრამ უბრალოდ ძალიან დამღლელი ლექცია იქნებოდა, ამიტომ ელემენტარულ დონეზე რაც ჩვენ გვჭირდება, იმაზე გადავალ. ეს სეგმენტი ამ სლაიდზე რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს, საუბარი უკვე გქონდა ამ ყველაფერზე, ვის უნდა ვესაუბრო, როგორ შევარჩიო ბრენდი, tone of voice არის ჩვენ რო ვეძახით, როგორ ესაუბროს, ხო, ანუ ჯიგრულ პონჩი ესაუბროს, თუ თქვენობით პონჩი ესაუბროს, თუ შენობით პონჩი ესაუბროს, ანუ ამაში გვსვა tone of voice. სფერო ხასიათის სრულების შეხედულებები. ანუ ამ სლაიდზე მინდოდა ამაზე საუბარს კი არ ვაპირებ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ აი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც ყოველდღიურად შეიძლება გაკეთებდეთ, სინამდვილეში ამის უკან დგას ის ყველაფერი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობ. ანუ აი მზამზარეული მოგდის, ასე ვთქვათ, აი მთელი ეს ამდენი ადამიანის ნამუშევარიდან ჩვენი მიზანი არის უბრალოდ ეს აი იმ დონეზე ვიცოდეთ რა დონეზეც მე ვყვები და რა დონეზეც ელემენტარულ ზედაპირულ დონეზე ვიცოდეთ რომ შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენ კამპანიაში, პერსონაჟის შექმნაში გამოვიყენოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად სწორად. მეორე არის დამკვეთი, ხო? ანუ ჩვენ ჩატბოტების აწყობა შეიძლება დაგჭირდეს როგორც პერსონაჟის მიმართ და ვიღაცის მიმართ, ანუ ჩვენ შეიძლება როგორც სივრცე 19 იყოს მაგალითად შექმნილი, ხო? ჩვენ თვითონ მოგვიწია ჩვენი სეგმენტის და მომხმარებლის ასე თუ ისე განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეს პანდემიას ეხებოდა და ყველასთვის საერთო იყო ეს პრობლემა და ყველაზე მორგებული ჩატბოტი იყო ასე თუ ისე მაინც, ანუ ჩვენ გვიწევდა დამკვეთის, ასე ვთქვათ, გაანალიზება და დამკვეთის გაანალიზება ნიშნავს რას, რომ აიღო ავატარის სახით ერთი, რომელიც განზოგადებული არის შენს თლიან სეგმენტში. და მეორე არის დამკვეთი, ხო? ანუ ჩატბოტებისთვის შეიძლება მოვიდეს თვითონ ბრენდი, რომელმაც მოგთხოვოს ჩატბოტი. აი ეს ბრენდი ზუსტად ჩატბოტმა უნდა გაითვალისწინოს ბრენდის ყველაფერი. ანუ ჩატბოტი ნარატივ დიზაინერმა არ უნდა დაიწყოს მხოლოდ ის, რომ აი ბრიფი შემივსეს, ვიცი ესეთი ჩატბოტი უნდა იყოს ესეთი და მოდი ავაწყობ და მაგალითად იყოს
ეკოლოგიურად, არ ვიცი, სუფთა რაღაცების წარმოებელი ქარხანა იყოს, ჩვენი დამკვეთი იყო პირობითად, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს, ხის სათამაშოებს ამზადებს, ან რაღაცა ასე შემდეგ და მისი ლოგოც იყოს რაღაცა მწვანეში, იმიტომ რომ მწვანე ასოცირდება სიჯანსაღესთან და ფერებზე ახლა გადავალ და ბევრს არ ვილაპარაკებ ამ სლაიდზე და chatbot-ი აეწყოს ზუსტად იმ ბრიფის მიხედვით, ყველაფრის მიხედვით და ნარატივ დიზაინერმა არ იცოდეს ელემენტარული ფერების ფსიქოლოგია და როდესაც ეკითხება მომხმარებელს შენი საყვარელი ფერი რა არის, უბრალოდ ნარატივ დიზაინერსო ჩასმული ქონდეს თავის საყვარელი ფერი და თქვას რომ ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. ხო? და უცებ მიწეროს ეკოლოგიურად სუფთა ბრენდის chatbot-მა რომ ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. ეს იქნება სრული დისონანსი, ხო? ანუ შეუსაბამობა. გამოვა რომ აი ამ ერთ ძალიან უმნიშვნელო თითქოს გაპარულ შეცდომაში გამოვა რომ ბრენდის სახე აღარ არის chatbot-ი და chatbot-ი ვეღარ ასრულებს იმ მიზანს, იმას, რაც დამკვეთის იყო. KPI არის Key Performance Indicator-ი, აი მაგალითად, როდესაც მოდის ეს ბრენდი ჩემთან და მეუბნება, რომ მინდა რომ chatbot-მა მიაღწიოს 500 მომხმარებლამდე, ანუ 500 მომხმარებელს ელაპარაკოს, ეს არის KPI. ანუ მე ვიცი, რა არის ის ინდიკატორი, რითიც განსაზღვრავს ან წარმატებულს, ან წარუმატებელს, ხო? აი ამ კამპანიას. და მიზანი მისია რასაკვირველი აღარ ვისაუბრებ რომ chatbot-ი თავისთავად ატარებს ბრენდის კონკრეტული კომპანიის მიზანს და მისიას და ემსახურება ამას და ბრენდის ფერზე დაგელაპარაკებით ახლა და ლოგოზე როგორ იქნება და რატომ იქნება. ლოგოს განვითარებები ეს ლოგოს განვითარებები არ არის ის რომ კონკრეტული კომპანიის დირექტორს უბრალოდ გემოვნება შეეცვალა და 1978 წლის ლოგო 2012 წელს იმიტომ არის ასეთი. არა. ამ ლოგოს ცვლილებებში არის ზუსტად ის არქეტიპები. ანუ დროთა განმავლობაში რომ დაემატა ინფორმაცია, ბრენდები მიხვდნენ, რომ აი ამ არქეტიპს უნდა გამოხატავდეს თავისი ლოგოც და ლოგო არის პირველი, რაც მომხმარებელში რჩება. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოგოს. შესაბამისად ეს ლოგოს დახვეწაც დაიწყეს არქეტიპულ დონეზე. მე რა არქეტიპიც ვარ, ჩემი არქეტიპის შესაბამისი ლოგოს წარმოება დაიწყეს და წლების მიხედვით ინფორმაცია რა დონეზეც ქონდათ, იმის მიხედვით არის შეცვლილი. მე მინდა ეხლა ვახსენო, არ ვიცი, ბარბარეს, არ მახსოვს, რომელს ქონდათ ბორჯომის chatbot-ი გაკეთებული და იქ თქვენს ერთ-ერთ პოსტში ზუსტად ასეთი პოსტერი იყო, ხო? აი ბორჯომის ბოთლის როგორი იყო და მე რანაირად განვითარდა. ზუსტად ეს გამახსენდა, ჩემი სლაიდი გამახსენდა. კი. აი ზუსტად ეგ გამახსენდა რა, როგორი სლაიდიც იყო შენთან ბორჯომზე, ზუსტად ეგრე არის Microsoft-ზე, Starbucks-ზე, Nike-ზე და აი დავაკვირდეთ ახლა. Microsoft-ი თავიდანვე მინიმალური იყო, არ იყო ძალიან გადატვირთული, მაგრამ ბოლოში როგორც ხედავთ, 4 ფერი არის დამატებული. ეს ფერი უკვე ფერების ფსიქოლოგიაა, წითელი ნიშნავს რაღაცა საჭიროებას, სასწრაფოს, მწვანე რაღაცა, როგორ გითხრათ, ასე თქვათ, თანაგრძნობას და ასე და ასე შემდეგ. Starbucks-ი როგორც ხედავთ, ხა პირველი ლოგო იყო რაღაცნაირად საერთოდ მცდელობა აი ამ ლოგოებში. შეგვიძლია ასე ავხსნათ, რომ პირველი მცდელობა რაც იყო, გამომდინარე ადამიანის ინფორმაციიდან, ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ აი ამ თავიანთ ლოგოში მთელი თავიანთი ისტორია ჩაეტენათ და აი ყველანაირი ისტორია ყოფილიყო, სახელიც ყოფილიყო, ლოგოც ყოფილიყო, ფერიც ყოფილიყო და ყველაფერი, მაგრამ მერე უკვე დროთა განმავლობაში ყველა მიხვდა რას, რომ თავარი ის კი არ არის ლოგოზე რამდენი ინფორმაცია დევს და რამდენი ინფორმაციას წერს. არა, თავარი ის არის, რომ შენი კამპანიით მიაღწიო მომხმარებელში იმდენს, რომ პატარა სიმბოლოთი ყველაფერი ნათქვამი იყოს, როგორც Nike-ს აქვს, ხო? 1995 წელს შეიქმნა Nike-ს ბოლო ვერსია, ლოგოს ვერსია. აქ არც სახელი წერია წინანდელებთან შედარებით და არაფერი, პატარა სიმბოლო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გვიყვება ბრენდზე. იმიტომ რომ აი ამ ბრენდს ჩვენთან სხვანაირი კომუნიკაცია აქვს, ის სხვანაირად გვიყვება თავის შესახებ. McDonald's პირველი როგორც ხედავთ არის სახელიც, ისიც და ფერი არსად არ არის. აი შემდეგ თუ დააკვირდებით 62 წლიდან უკვე ფერები შეიტანეს თავიანთ ლოგოში, ხო? აი ეს ფერების შეტანა უკავშირდება სწორედ არქეტიპს. აი ამ დროს ჯგუფმა დაიწყო არქეტიპზე
ფიქრი და მიხვდნენ რა არქეტიპის მატარებლები იყვნენ და ფერით შესაბამისად შეურჩიეს. მერე იყო როგორც ხედავთ სტაფილოსფერი და შავი ანუ რაღაცა სხვა არქეტიპში გადავიდნენ, მერე გადმოვიდნენ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ არის მაკდონალდი ყვითელი და ყვითელსა და წითელზე აუცილებლად გვახსენდება მაკდონალდი. Apple-ის ლოგოც საინტერესოა ძალიან და ზუსტად Nike-ის პრინციპს ემყარება. პირველად აი როგორც ხედავთ ხა ცოტა პატარად არის, მაგრამ ნიუტონი ზის იქ და პირველი Apple-ის პრინციპიც ეგ იყო, რომ თავისი მთლიანი ისტორია ის ვაშლი რატომ და მთელი ეს მეცნიერული ისიც ყველაფერი ჩადეს, ასე ვთქვათ, თავიანთ ლოგოში და ახლანდელი გადმოსახედიდან ეს ლოგო არ არის, ეს არის რაღაცა უბრალოდ, არ ვიცი, სახში ჩამოსაკიდი რაღაცა, ანუ ეხლა მე აღვიქვამ როგორც რაღაცა რკინის კონსტრუქცია, რაღაცა, არ ვიცი. და 2000 წელს უკვე მიხვდნენ და თვითონ თავიანთი კამპანიებით მიაღწეს იმას, რომ უბრალოდ ვაშლი საკმარისია ყველაფრისთვის. ეს ისტორიასაც ყვება და ეს იმასაც ყვება, რომ ეს არის ნამდვილად სანდო ბრენდი. Coca-Cola-საც ასევე როგორც ხედავთ თავიდან იყო შავი, მაგრამ მე გახდა წითელი. რატომ? იმიტომ რომ მათი არქეტიპი გახდა თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და სანტა-კლაუსის ფერი არის წითელი, ეს არის ემოცია, წითელი ემოციურობასთან ასოცირდება. ფერების ფსიქოლოგიაში ფერებს მარტო ანუ როგორ გითხრათ, შავი რომ შავია და უარყოფითს რო ნიშნავს, მარტო შავი არ არის უარყოფითი, ანუ წითელსაც აქვს თავისი უარყოფითი მნიშვნელობები, სტაფილოსფერსაც აქვს თავისი უარყოფითი ნიშნულობები, მაგრამ ამ შემთხვევაში წითელი რაღაცა ემოციურ ტონუსთან და ამასთან ასოცირდება Coca-Cola-ისთვის. და ბრენდის არქეტიპად მოვიყვანე McDonald's მაგალითი, იმიტომ რომ ყველა ბრენდს აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ McDonald's აი ეს არქეტიპი არის, რომელიც ფიზიკურადაც, ასე ვთქვათ, აამეტყველა და ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციაში გამოიყვანა, ასე ვთქვათ, ეს რიჟიკა, ასე ვთქვათ და აი აქ ჩანს მთლიანად არქეტიპის მიზანი, რა შეიძლება იყოს, ხო? ამაში ემოციური თვალსაზრისით დევს. ფერების ფსიქოლოგიაც ძალიან კარგად არის, ხო? ანუ ესე იგი ფერების ფსიქოლოგიიდან და არქეტიპიდან მათ შექმნეს პერსონაჟი და ეს პერსონაჟი ბრენდზე ყველაფერს ამბობს. იმას ამბობს, რაც უნდა რომ ბრენდმა ილაპარაკოს და არა ქოფებით ლაპარაკობს, არამედ უფრო ესე ვთქვათ პირდაპირ კომუნიკაციის გზას იყენებს აი ამ შემთხვევაში. და McDonald's-დან გამომდინარე, შემეძლო ყველაფერი მქონდა თავიდან ჩამოწერილი და ყველაფერზე მინდოდა რომ ესე ვთქვათ განმარტება მომეცა, მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან დამღლელი იქნებოდა და ამიტომ არჩევანი გავაკეთე წითელზე და ყვითელზე, გამოვნექდა რომ აი არქეტიპიც მოგიყვანეთ აი ამ ფერების შერწყმა რასაც წარმოადგენს. წითელი ესე იგი როგორც ასოცირდება რაღაცა ენერგიასთან, ძალასთან, აღფრთოვანებასთან, ასევე სასწრაფოობასთან და თუ დაუკვირდებით რომ სახანძრო მანქანები წითელია, ეს იმიტომ არ არის რომ თავრობაში ვიღაცას წითელი ფერი უყვარს და წითელი ფერის მანქანები შემოიყვანეს. არა, ეს ადამიანისთვის სიგნალია, რომ ის არის სასწრაფო. ხვდებით ხომ? და სასწრაფო დახმარების მანქანაც არის ახლა თეთრი ლურჯი, თეთრიც ასე ვთქვათ დახმარების და იმის ინიციაციას აღძრავს და ასე ვთქვათ წითელი ციმციმები, ხო? რაც სასწრაფოობასთან ასოცირდება. ადამიანი არქეტიპულად წითელი ფერის მატარებელი ადამიანი არის ემოციური ადამიანი, აქტიური, სხარტი და უშიშარი. ანუ შეგვიძლია ადამიანების დონეზე, როდესაც არქეტიპის ახსნას დავიწყებთ და გარკვევას რა არქეტიპი არის, ამ ადამიანს შეგვიძლია ფერით შეუსაბამოთ და ფერიც იყოს, იმიტომ რომ შეიძლება ბრენდის სახე არ იყოს ფიზიკური რაღაცა უსულო საგანი, შეიძლება ადამიანი იყოს, ხო? აი ხა მაგალითად ეს მასხარა რიჟიკა და ეს არის მასხარას არქეტიპი, ეს McDonald's-ის ბრენდის არქეტიპი არის მასხარას არქეტიპი. ხო, შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, ამიტომ იძულებულები ვართ რომ ადამიანსაც მივანიჭოთ კონკრეტული ფერების ფსიქოლოგიიდანაც ავიღოთ, რომელი ფერი არის ეს ადამიანი და არქეტიპითაც. და ყვითელი, აი რო გითხარით, რომ უარყოფითიც აქვს და დადებითიც, ხო, ნეგატიური ყვითელი შეიძლება გამოიყენო როგორც ირაციონალური ადამიანი, შიში, იმედგაცრუება და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ყვითელი აღნიშნავს ოპტიმიზმს, რაღაცა სიხარულს, დადებითს, პოზიტივს და ასე შემდეგ. და ადამიანი არის მიზანსწრაფული და ასე შემდეგ. ანუ ამ ყველაფერიზე შეჯამებით და დაყრდნობით მინდა გითხრათ, რომ
ყველაფრის სათავე, როგორც დავიწყე თავიდან, ასევე აი ამას მინდა მივყვე რომ ყველაფრის სათავე არის კოლექტიური არაცნობიერი, აი ამ ყველაფერმა განაპირობა შემდეგ შეიძლება არაპირდაპირ, ეხლა ჩემი კავშირები, რომლებიც მთლიან პრეზენტაციაში გამოგიტანეთ, ეს კავშირები არსად არ წერია და ვერსად ვერ ნახავთ, რომ მაგალითად კოლექტიური არაცნობიერი, იგივე ხელოვნური ინტელექტი, იგივე ანუ აი ის რაც მე მქონდა და რა კავშირებიც გავაკეთე, ეს არსად არ წერია. იმიტომ რომ ესეთი საზოგადო რაღაცა დარგი არ არსებობს, რომელიც ამას დააკავშირებს, მაგრამ როდესაც ხარ ადამიანი, ნარატივ დიზაინერი ამ შემთხვევაში, რომელიც იქიდანაც იყენებ და გჭირდება იქიდან რაღაც ცოდნა, იქიდანაც და ყველაფერში გაქვს რაღაცა კონკრეტული ცოდნა, შენთვის უკვე მარტივი ხდება ამ ყველაფრის ურთიერთკავშირი და აი ეს ურთიერთკავშირი მინდოდა დამენახებინა თქვენთვის. და დაპირების სამებრ გადავედი ისევ იმ სლაიდზე, საიდანაც დავიწყე. კოლექტიური არაცნობიერი, ანუ უნივერსალური ინტელექტი, ანუ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი და ერთი წინადადებით ისევ განმარტავ. კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც ყველა ადამიანს გვენიჭება დაბადებისთანავე, ანუ უნივერსალური ინტელექტი, რომელმაც შემქმნელმა ჩვენ მოგუცა ყველაფრის ბაზა, ყველაფრის ინფორმაციული უჯრა, ასე ვთქვათ, სადაც ყველაფერია. ანუ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი, რადგან ადამიანი დღეს თავის ხატად და მსგავსად, ოღონდ აი ასე როგორც აღხსენით, ხო? ქმნის ხელოვნურ ინტელექტს, სადაც უნივერსალურ ინტელექტს დებს, ანუ იმ მონაცემთა ბაზას ტვირთავს შიგნით, რაც შეიძლება რომ დასჭირდეს. აი ეს კავშირები იყო სინამდვილეში, რაც თავიდან ძალიან აბსურდული და გაუგებარი იყო. იმედი მაქვს, ახლა თქვენს კომენტარებს ველოდები, რომ კითხვის ნიშანი რომ აღარ არის სლაიდზე, ისევე აღარ არის თქვენთანაც და შემოვახერხი ასე თუ ისე, მეტნაკლებად მაინც გამეგებინებინა თქვენთვის, აი ამ სამ ტერმინს შორის რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო. კი, ნამდვილად ძალიან გასაგები და საინტერესო იყო. ყველაფრის გააზრება. კი და ძალიან კარგი ხარდანით ამთა, იმიტომ რომ მართლა ჩვეულებრივი ლექტორივით, ან როგორც უსმენ ხოლმე ფსიქოლოგიის ლექტორს მოუწმენდი, ზუსტად ისე მოგისმინე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად ხარ ჩახედული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ გასაგებენაზე გადმოვეცი ის, რაც ასე ვთქვათ, მინდოდა რომ მეთქვა. კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის იმდენად ღრმა თემა, რომ მარტო ნარატივ დიზაინში არ უნდა ინტერესებდეს ადამიანს და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ თქვენ თვითონ აი ამ არქეტიპებს და კარლ იუნგს საერთოდ ზოგადად გაეცნობით, ჩაიხედებით, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ცხოვრებისეულად ძალიან გამოგადგებათ და ძალიან მაგარი რაღაცა არის და დღემდე ამოუცნობია ჩემთვის და კიდე ჩემს თავში ვაკვირდები რაღაცეებს და პრაქტიკაშიც მე აი ეს ჩატბოტებთან და შემდეგ ყველაფერში გადმომაქვს ეს ყველაფერი. დავალების ნაწილზეც რომ გადავიდეთ, დავალება თქვენი არის შემდეგი, რომ შეარჩიოთ ბრენდი, ამოირჩიოთ ბრენდი, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ იქნება ის ბრენდი, რომელიც უკვე მოვიყვანე მაგალითებად, იმიტომ რომ ამაზე ვისაუბრეთ და ეს ანუ უკვე მარტივი, ასე ვთქვათ, ჩასაშლელია და მარტივად მისახვედრია, რომელ არქეტიპს შეიძლება ატარებდეს ეს დიდი ბრენდები. ამიტომ თხოვნა მექნება, რომ რა ბრენდიც არ მქონდა, ის ბრენდები მოიძიოთ, ნახოთ, დააკვირდეთ და თქვენი ვერსიები წარმოადგინოთ იმის უკან რა არქეტიპი დგას, ანუ აი ამ ბრენდის მიზანი რა ეს ბრენდი რო შექმნეს მაგალითად და მისცეს მწვანე ლოგო და ასე შემდეგ, რას აღნიშნავს ეს ლოგო და რა არქეტიპის მატარებელია თავად ბრენდი. ეს იქნება თქვენი დავალება. ერთი ბრენდი უნდა მოვიყვანოთ? კი, ერთი ბრენდი რომ გადახედავთ ასე ვთქვათ და research რომ გააკეთებთ, რომელი ბრენდიც მოგეწონებათ და რომელ ბრენდზეც შეძლებთ ასე ვთქვათ საუბარს და არქეტიპულ დონეზე გააზრებას, ის ერთი ბრენდი შეგეძლიათ რომ მოიყვანოთ. თუ თქვენზეა თუ გინდათ 2-ც იყოს და 3-ც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ანუ ჯობია რომ მთელი თქვენი რესურსი იმ კონკრეტული ბრენდის შესწავლას დაეთმოს, ხო? და რაღაცა არ გადანაწილდეს რამდენიმე ბრენდზე და არ დაგაკლდეთ რაღაცა უფრო მეტი განმარტება. და ანუ სრულყოფილი დავალება რომ გამოგივიდეთ, ჯობია რომ კონცენტრირდეთ ერთ ბრენდზე და შეისწავლოთ ის ერთი ბრენდი.
თუ არის კითხვები თათა ესე იგი აი კოკაკოლას რომ მქონდა თოვლის ანუ სანტა რო ყავდა აღებული ხო არქეტიპად ანუ ეგეთი უნდა ავიღოთ ხო ჩვენს ბრენდი რო არქეტიპი ყავდეს ხო არ ყავდეს არქეტიპი. შეიძლება ესე პირდაპირ ასე ვთქვათ პერსონაჟი არ ყავდეს, მაგრამ ის მაინც თავის თავში არქეტიპის მატარებელია, ხვდებით? ანუ რაღაცა ბრენდი არის ძლიერის მატარებელი სიტყვაზე, იმიტომ რომ კომუნიკაციაში იყენებს მაგალითად აი ლევისი როგორც მოვიყვანე ხო, ანუ ბანერებზე და რეკლამებში ყავს რაღაც ათლეტური აღნაგობის ადამიანები. ეს ადამიანი ხან ერთი მოდელია, ხან მეორე მოდელია, ხო? ანუ ეს იმას ანიშნავს, რომ კონკრეტული მოდელი არის ამ ბრენდის არქეტიპი. არა. აი ეს კონკრეტული არქეტიპი არ ყავს, მაგრამ შიგნით გულისხმობს არქეტიპს ძლიერს, არქეტიპს უშიშარს და ასე შემდეგ. ანუ ისე ნუ დაუწყებთ ბრენდებს ზებნას, ვისაც ყავს ვიზუალურად, აი მასხარა მაგალითად, ხო? მასხარა ან McDonald's მსგავსი და Coca-Cola-ის მსგავსი. ესეც ნუ დაუწყებთ. შეიძლება არ ყავდეს ვიმეორებ, მაგრამ აუცილებლად დიდი და წარმატებული ბრენდი თავის თავში ყოველთვის მოიაზრებს არქეტიპს. ამიტომ შეგიძლიათ რომ უბრალოდ აიღოთ ბრენდი, რომელსაც არ ყავს პერსონაჟი, მაგრამ იმდენად ისეთი გრძელვადიანი და მიჯაჭვული კამპანიები აქვს და თავისი message box-ებიც ისეთი აქვს, რომ მით აშკარად იკვეთება კონკრეტული არქეტიპის ხასიათი. და თვითონ ხასიათი არის არქეტიპი. კი, მივხვდი, რაღაც მომენტში Mercedes-ის რეკლამა რომ გვანახე, აი ეს რო იყო, sorry რო იყო, ანუ მაგასაც რაღაცნაირად არქეტიპი რაღაცები დავუჭირე და კი, აი ზუსტად კარგი მაგალითია, ეგ კარგი გოგოხა რომ გაიხსენე, იმიტომ რომ იქ არც ის ანუ ეს ხომ მსახიობები იყვნენ, არც ერთი მსახიობი არ არის რეალურად ბრენდის არქეტიპი, ხო? უბრალოდ მსახიობების დახმარებით გადმოგვცა, დაგვანახა ბრენდმა თავისი არქეტიპი. კი, ზუსტად. კი. ანუ მე დავამატებ ერთს რა, მაინც რაღაცა ბუნდოვანი რო არ იყოს, რომ ანუ არქეტიპი არ გაიგოთ, როგორც ვიღაცა პერსონაჟი ან აუცილებლად ამის მოდელირება არ არის საჭირო რა, ანუ არ არის აუცილებელი ადამიანის ან თუნდაც გამოგონილი პერსონაჟის სახით წარმოვიდგინოთ არქეტიპი. არქეტიპი არის რაღაცა აი სული ესე ვთქვათ, რომელსაც ესა თუ ის ბრენდი ატარებს. ამ შემთხვევაში ბრენდებზე გვაქვს ხო საუბარი, თორემ როგორც თამთამ აღნიშნა, ყველას და ყველაფერს გვაქვს არქეტიპები. აი მაგალითად Disney-ის არქეტიპად ითვლება ჯადოქრობა. აი ესე აბსტრაქტულად ვავიღოთ, საერთოდ ჯადოქრობა, ხო? აი არქეტიპი ჯადოქრის არქეტიპის არსებობს. აი ამ კუთხით მივდექთ, ანუ რაღაცა სული, ძლიერი, როგორც თამთამ თქვა, ჯადოქრული, რაღაცა აი ეს ინველი, სიყვარული, ხო? არქეტიპის გასააზრებლად და არა ის რომ ეს არის უკვე პერსონაჟი, ესე ვთქვათ, პერსონაჟზე რომ მივალთ, მაშინ ვილაპარაკებთ იმაზე, აი როცა მატერიალური გამოსახულება აქვს, ესე ვთქვათ, უკვე ამ არქეტიპს რა და არქეტიპი არის შიგნით აი რაღაცა იდეა, ასე ვთქვათ, რომლის გარშემოც ბრენდი შეიკრა. ეს არის არქეტიპი. ეს რომ რაღაცა სწორად განსაზღვროთ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, ანუ პერსონაჟი და არქეტიპი არ აგვერიოს ერთმანეთში. კი, ანუ არქეტიპი არის ბრენდის მიზანი, მისია, აი ყველაფერი, რაზეც არის შექმნილი ბრენდი და თითოეული თანამშრომლის, ასე ვთქვათ, მიზანი და მისია რაც არის, ეს ყველაფერი არის გაერთიანებული არქეტიპში და ხო, კარგი შენიშვნა იყო, ჯობია რომ არ აგვერიოს. და ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ისმენ. ანუ როგორც Coca-Cola-ს McDonald's-ის შემთხვევაში რომ იყო, ანუ არქეტიპი წარმოდგენილი იყო რაღაცა კლოუნის სახით. ასეთი რაღაცა რომ გავაკეთოთ, იდეა რომ პერსონაჟის სახით წარმოვადგინოთ შეიძლება? ანუ შეძლებ დახატო სიტყვაზე, ანუ ვერბალურად კი არ ახსნა, რომ ეს არქეტიპი, ანუ დახატო? ან უბრალოდ რო სიტყვერად რო ხსნაგონ, რო წარმოგადგენინოთ, როგორი წარმომიდგენია. კი ბატონო, ანუ შენ როგორც ასე ვთქვათ მოიხერხებ გადმოცემას, რომ აი მაგალითად ესა და ეს ბრენდი არის არქეტიპი მოსიყვარულე, ხო? შენ დასკვნა იქნება ასეთი, ხო? აი ის ვერბალურადაც კარგი იქნება რომ ახსნა, რომ ჩემთვის გასაგები იყოს და მარიამისთვის, რომ სად დაინახე კონკრეტული არქეტიპი. ეს რო აგვიხსნა და ამ ახსნის შემდეგ თუ გენდომება კიდევ უკეთესი, ხო? ანუ რაც უფრო
კარგად ახსნი და რაც უფრო კარგად გადმოსცემ ამას, მით უკეთესი იქნება. ეცადე რომ უბრალოდ იქით არ წახვიდე რომ სიტყვაზე 1-2 სიტყვით უბრალოდ რაღაცა მოიყვანო მაგალითი პერსონაჟის და აქ დამთავრდეს, ხო? ანუ გვჭირდება გააზრებული. კი, გასაგებია. მიმხვდი ხო? კი. წეგანასაც ვამბობდი, მე ამ ლექციას, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩავაგდებ. ამ ლექციაში უკვე 12 ძირითადი არქეტიპი, სადაც მქონდა ლექციაში და შეგიძლიათ აი ამ 12 არქეტიპით იხემძღვანელოთ. შეგიძლიათ დაგუგლოთ და არ ვიცი, კიდევ უფრო ზედმეტი ინფორმაცია მოიძიოთ, წაიკითხოთ, ან პირდაპირ, ასე ვთქვათ, ლექციიდან იხემძღვანელოთ. აუ, რაღაც უნდა თქვა, ხა საკმაოდ ისეთი იყო, ნამდვილი იყო ჩემთვის ის მომენტი, რომ მარიამ თქვა, რომ მაგალითად Disney-ის არქეტიპი არის რაღაც ჯადოქრობა, ხო? ანუ ხო შეიძლება მე მაგალითად სხვა რაღაც მიმაჩნდეს არქეტიპად Disney-ის. და ეგ რამდენად სწორი იქნება ახლა მაგალითად ჩემი შეხეთულება არ დავწერო და არ შეცდომით რო იყოს, მიხვდით? ანუ სხვანაირად მომედგინოს და რეალურად სხვა რაღაც იყოს. არა, ამ შემთხვევაში როგორ არის იცი, შენი დამოკიდებულება, როდესაც არის არგუმენტირებული, რატო ხედავ? ეხლა ისეთ აბსურდულ რაღაცას ისედაც ვერ დაწერ, მიმხვდი? ანუ ვერ იტყვი, რომ მაგალითად მე მგონია ეს ბრენდი არის, არ ვიცი, ეკოლოგიურად სუფთა და არგუმენტი არ გქონდეს. ან გქონდეს, რომ იმიტომ რომ შავი ფერი უყვარს, ხვდები ხო? ანუ რასაც დაწერ, ის უნდა იყოს არგუმენტირებული და შესაბამისად ვერ იქნება არასწორი. გამიგე? ანუ შეიძლება იყოს ბრენდი, რომელზეც არ მოიძიებოდეს კონკრეტული ინფორმაცია, რომ მართლა რა არქეტიპს ატარებს და ის ბრენდი გქონდეს შენ არჩეული. მთავარია არგუმენტირებულად დაასაბუთო, რომ აი რაში დაინახე კონკრეტული არქეტიპი, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად გესმის არქეტიპის არსი და გესმის ის თუ სად შეიძლება შეგხვდეს ბრენდში არქეტიპი. კი ბატონო. კი, აუცილებლად იყოს ბრენდი. ხო, სოფო, მადლობა, სოფომაც იგივე დაწერა, რაც წეღან თქვი, რომ თუ დაასაბუთებ, არ იქნება შეცდომითო. ხო, აუცილებელია ბრენდი, იმიტომ რომ შევეხეთ მარკეტინგს, შევეხეთ იმას, რომ ეს მთელი ფერების ფსიქოლოგია გინდა, ნეირომარკეტინგი გინდა, კოლექტიური აზროვნება გინდა, თუ ყველაფერი აბსოლუტურად ეს მთელი მონაცემები შემდეგ გარდასახულია და გამოყენებული არის მარკეტინგში და ბრენდში. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერთან გამომდინარე, ესე ვთქვათ, უნდა იყოს აუცილებლად რელევანტური და შესაბამისი დავალება, ხო? თამთა გვინდა შთაორის ლექტორად. სოფომაც თქვა და მე თქვა, იმიტომ რომ იმდენად ემოციურად და კარგად გადმოსცემს, რომ მე მაგალითად ეხა არ ვიტყვი, მაგრამ ისეთი ლექტორი ყავდა, ძალიან ნელა საუბრობდა და მეძინებოდა ხოლმე და რაღაცა უფრო მოტივირებული ვიქნებოდი. ისე ვისაუბროთ, მე პირიქით მიყვარს ძალიან ადამიანებთან, ასე ვთქვათ, აზრების გაცვლა, გამოცვლა, იმიტომ რომ ჩემთვის თითოეული ადამიანი არის, არ ვიცი, ძალიან უნიკალური და ყოველთვის ყველაში ვიცი რაღაცეების აღმოჩენა. ასე ვთქვათ და მარიამ, შეგვიძლია გავთიშოთ ეს რა ქვია, ლექციის ჩანაწერი, იმიტომ რომ რაღაცა მე ძალიან ისეთ საუბარში გადავედით უკვე არა ლექციის. მოდით არ გავთიშავთ, მე წაგართ მე ერთ-ორ წუთს კიდე და ერთ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ. სანამ თამთა ლექცია შენ კითხულობდი, მე პარალელურად რა თქმა უნდა გისმენდი და თან ვახერხებ ხოლმე რომ რაღაცასაც ჩავხედო და მოკლედ ჩვენ სილაბუსს ვუყურებდი. და დავაზუსტე სილაბუსში ჩახედვით, როდის გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ შუალედური გამოცდა და ისე რომ არ გამოგვივიდეს რომ აი წინა ლექციაზე გითხრათ და მანამდე საქმის კურსში არ იყოთ თუ არ გახსოვთ ხო ანუ მე-5 ლექცია არის უკვე და ფაქტობრივად 2 დაგვრჩა ანუ მე-6-ზე მე-7-ზე და მე-8-ზე უკვე ლექცია კი არ გვექნება ანუ შუალედური გამოცდასავით გვექნება რა რომელზეც ვიყევით ზუსტად მე რა ტიპის იქნება და როგორ უბრალოდ წინასწარო გავითვალისწინოთ და მე-9 ლექციიდან ანუ გადავდივართ ყველაზე გემრიელ ლუკმაზე ნარატივ დიზაინის აქამდე თუ შორიდან ვუვლიდით და ვთელავდით
მოკლედ პლატფორმები უნდა გაგაცნოთ და პირველი, ესე ვთქვათ, სირთულეებს უნდა შევეჭიდოთ, რაც პლატფორმებს ეხება, უკვე პირველი შუალედურის მერე, როდესაც დავალებებს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, შეფასებებს და ყველაფერს, რაც შუალედურზე იქნება. უბრალოდ, ანუ ბოლო დღეს რო არ მეთქვა ეს შუალედურის ამბავი, ამიტომ ახლა ჩავრთე ეს ამბავი, ჩავაქსოვე, რომ წინასწარ ძალიან კაი იქონი, იმიტომ რომ მე შეგვედა და გამავიწყდებოდა აუცილებლად. თორნიკე, პასუხს გაგცემ, გაცხრილის ეტაპები დასრულდა, არავინ აღარ გაიცხრილება, ვინც ვართ, ეს გუნდი ვართ, რომელიც ბოლომდე მივიყვანთ საქმესთან ძალიან კარგად. ასე რომ არავინ აღარ გაიცხრილება. ნინი და ელენე რაღაცას ამბობდით. მადლობა თქო, რომ გაგვაგთხრიათ წინასწარ. შუალედურზე ვამბობ. არა, მე მაინტერესებდა, ან როგორც ჩვეულებრივად საგნებში გვაქვს ხოლმე შუალედურები, ეგრე იქნება? ანუ შეიძლება რომ ჩავიჭრათ? ან რაღაც. ნუ ეგ იმ შემთხვევაში მოხდება თუ საერთოდ არაფერს არ გააკეთებთ შუალედურზე, მაგრამ შუალედურიც მე ესე წარმომიდგენია, ანუ ჯერ არ ვიტყვი რა წინასწარ, იმიტომ რომ საბოლოო მოდელი ესე ვთქვათ არ შეგვიკრავს მე და თამთა ზუსტად რა დავალებები იქნება შუალედურისთვის, თუმცა ორ ნაწილად მინდა გავყო, ერთი უშუალოდ სალექციო დრო გამოვიყენო 1 საათი და მეორე დავალება გექნება ჩვეულებრივად, ანუ როგორც ახლა გაძლევთ დავალების სახით, რომელიც შეჯამება იქნება ერთი სიტყვით ყველაფერი იმის, რაც გავაკეთეთ აქამდე, რაც ვისწავლეთ, ესე ვთქვათ და კიდევ ძალიან მინდა ერთი ესეთი რაღაც, რომ ანუ აბსოლუტურად ყველა იყოს ჩართული ჩვენს ლექციაში, აი უკლებლივ ყველანი ვინც ვართ და ვეცდები შუალედურისთვის რაიმე მსგავსი სავარჯიშოები მოვიფიქროთ ამთასთან ერთად. კი. ანუ ეგებია. წინასწარ განსაზღვრული შუალედური, როდესაც მე და მარიამი ვფიქრობდით, ესე ვერ გვექნებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ლექციები მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ასევე თქვენზეც არის დამოკიდებული. შესაბამისად ის დავალებები, რომლებსაც თქვენ შეასრულებდით, რის საშუალებასაც მოგცემდა შუალედური ამ ყველაფერზე დაყრდნობით უნდა გაგვეკეთებინა. შესაბამისად, პირიქით კარგია რომ ესე თქვენი დავალებებიც ვიცით, ასე ვთქვათ, ბაზაც ვიცით, ყველაფერი ვიცით, უკვე რა შესაძლებლობები გვაქვს და ამაზე, ესე ვთქვათ, კარგად მორგებულ შუალედურს შემოგთავაზებთ, ასე რომ არც შიში გქონდეთ, რომ ვინმე ჩაიჭრება. მე მგონი მეხუთე ლექცია ჩავატარეთ უკვე და მივხვდით და არ არის ხო ეს ტრადიციული რაღაცა ლექცია, რაღაც რუტინული. მე მგონი ცოტა სხვანაირი ფორმატი არის. ჩვენი სწავლებაც ხო ისედაც განსხვავებულია. ყველასაგანი ესე რომ იყოს, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ოკეი, კი ბატონო, გავაკეთოთ, არ არის პრობლემა. ხო, ფბს ჩატზე იყო, მოკლედ როგორც წავიკითხე, ისე გამოვთქვი. Facebook-ის ჩატზე იყო, ვიღაცისგან თხოვნა ერთ-ერთი თქვენგანისგან და რა ვიცი, ანუ ზირთად Classrooms ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ თუ ხედავთ საჭიროებას, მაინც Messenger-ზე ვართ ყველანი მიჩვეულები, ანუ მე თვითონაც Classrooms-ზე სულ ვამოწმებ, მაგრამ ხანდახან არის, რომ აი მეილი მომივა, ესე ვთქვათ, მაქვს რაღაცა ესეთი ფორა, რომ სანამ გავხსნი, ესე ვთქვათ, შეიძლება თქვა რომ აი საქმეს ჩავამთავრებ და მე გავხსნი რა და Messenger-ი ისეთია, რომ ამოგიხტება რაღაცნაირად ეგრევე თითქოს უნდა უპასუხო კითხვას რო ხედავ და გეთანხმებით რომ ჩემთვისაც და ალბათ თამთასთვისაც არ ვიცი, უფრო მოსახერხებელი არის, როცა დროულად გვინდა ინფორმაციის მიღება. ნუ ესეც კიდევ ერთი მაგალითი ჩეთბოტები როგორი კარგი და პრაქტიკულები არიან, მაგრამ Messenger-ში არის. და ზოგჯერ Classroom-ის notification-ები არ ვარდება ხოლმე მეილიდან და გამომრჩება ხოლმე რაღაც კომენტარები და რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია და მაგალითად რომ კარგი იქნება. ხო, ის რაღაც კი, მე მინერვიულე მაგაზე, რომ აი ვიღაცამ რაღაც მკითხა და მეილი დროულად არ მოვიდა და ხანდახან ეს აკეთებს ხოლმე Gmail-ი, რომ როდესაც შედიხარ უკვე უშუალოდ მაშინ მოგდის, რომელიც წინასწარ რომელიც თურმე მანამდე იყო მოსული და თავის დროზე არ მოვიდა და რაღაცა ტექნიკურად ცოტათი იშვიათად, მაგრამ ნუ რაღაც ტექნოლოგიაა მაინც და გარკვეული ხარვეზი რა თქმა უნდა მაგასაც აქვს და ამიტომ Messenger-ში კი ბატონო გავაკეთოთ ჯგუფი, აგერ სოფო მითავა და რა ვიცი. ხო და სოფოს ახლა არ დავუკომენტარებ, მეთქი გამოვეხმაურებით თქო. თქვენ არ დაგამატებთო და
სოფოსთვის და დამეწერა რომ მეორე შუალედურს გადავიფიქრებთ ეხლა და შევცვლით. ანუ ხოვობთ რომ არ არის ჩაჭრა და რაღაც და არ დაგამატებთო, მაგრამ ვიცი რა თქმა უნდა რომ იხუმრა თვითონ custom აპლიკაციას ჩავუხდეთ ნოტიფიკაციები ეგრე მომდის ყველა სიახლეო. კი, მეც ჩართული მაქვს და რა ვიცი ეგეთი მომენტი არ მქონია, მეც მომდის, მაგრამ ხანდახან მართლა მარიამის თქმის არ იყოს, თითქოს რო არ შედიხარ ძინავს იმას და რო შეხვარ მას ჩართული მაქვს, მაგრამ აგვიანებს ხოლმე ძალიან და რაღაც ისეთია რა, მოუხერხე. ასე რომ კარგი იდეა ძალიან, იმიტომ რომ რამდენჯერმე მეც მქონია ის შემთხვევა, რომ რაღაცა ლექციაზე განგვიხილია, რაღაცა თემა, რაღაცაზე გვისაუბრია და ზუსტად ანალოგიური მაგალითი მე შემხვედრია სკროლვის დროს ან რაღაცა საკითხვის დროს და მომდომებია რომ თქვენთვის გამეძიარებინა, მაგრამ კლასრუმი რომ ძალიან არ გადაიტვირთოს და ასე ვთქვათ, ჩიჩატის რაღაცას რო არ დაემსგავსოს, ვერ დაგილინკეთ და ეხლა Facebook გვერდი, კედა ჯგუფი ძალიან კარგი იქნება, რომ ყველაფერს ეგრევე გადმოვლიკავ ხოლმე თქვენთან. ჩანაწერს ამასობაში მე მგონი საჩანაწერეს არაფერს აღარ საუბრობს.